გამარჯობა, მე რატი ვარ მუნჯირი ჟურნალისტი, თორნიკე თვალაძისთან, თადარიგის თავარსერჟანტ და იგა ინაშვილთან შეერაღების საკითხში ექსპერტთან ერთად წარმოვიდგენთ ჩემი თვალიდან ნახი ჯარის შემომდევნო ეპიზოდს დღეს 8 სექტემბერია 2025 წელი. მადლობა აქტიურობისთვის, მადლობა კითხვებისთვის, რომელიც შემოვიდა და დღევანდელ ეპიზოდს სწორედ ამ კითხვებზე პასუხებით დავიწყებთ. მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა ის დრო გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააშიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასევე ერთ-ერთ მომხმარებელს ჰქონდა ინიციატივა, რომ დონაციებს შეეცდებოდა და შესაბამისად ანგარიშის ნომერის დევს აღწერაში და თუ კი გაქვთ სურვილი, რომ დონაცია გააკეთოთ, დიდი სიამოვნებით ხშირად არის ხოლმე პასაჟირები, რომ ხმა არ მოგწონთ და აი ხმის გამოსწორებას ვეცდებით ამ დონაციებით. მოკლედ, გამარჯობა ბატონებო, როგორ ხართ? მოგესალმებით. და დღევანდელი ეპიზოდი, როგორც თინაზე დავანონსეთ, შეეხება ეხლა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის ძალების შეიარაღებას, თუმცა მანამდე დავიწყოთ კითხვებზე პასუხით, რომელიც საკმაოდ ბევრი შემოვიდა, ხო? კაი, პირველი იყო ასეთი ქართული საიარიშო შაშხანა G5 და G4 თუ იწარმოება. მე მახსოვს რომ რაღაცა თქოს იყო პროექტზე მაინც. როგორ არის იცი, მან რამდენიმე ეტაპად იყო. ეგ თემა დაიწყო 2010-11-12 წლებში დაიწყო ის პირველი ეტაპი, მე გაჩერდა ეგ მიმართულება, მე ბოლო წლებში იცი იყო ამაზე ოფიციალური ინფორმაციებიც, სიუჟეტებიც განახლდა სასტელი ისა, ნუ სერიაში არ არის, სერიაში რო იყოს ეს ყველას ეცოდინებოდა, ეს არ არის ეს საკითხი, რაც სიტყვაზე სახელმწიფო როდესაც დიდი პარტიებით იწარმოება ავტომატური შაშხანა, ის ყველასთვის ხდება ცნობილი, სამოქალაქო მოდიფიკაციებიც მზადდება, გადის სამოქალაქო გაყიდვაში, შეიარაღებული ძალებსაც მიაწოდება. არ არის იყო ანუ პროტოტიპი არსებობს, თუმცა სერიაში არ ჩანს. რაღაც გარკვეული რაოდენობა არის პროტოტიპები, ამ პროტოტიპებიდან ზოგი კარგი იყო, ზოგი არ უარგო და ნუ საომავლოდ იდეაში გაკეთებადია ის არაფერი განსაკუთრებული R15 სისტემაში, M4 სისტემაში არ არის. ხალხი ვინც რეალურად იცის ამის გაკეთება სახლის პირობებშიც მარტივად აწყობს გამოწერილი ნაწილებითაც R15-ებს და ნებისმიერი თუნდაც საშუალო დონის ხელოსანს შეუძლია კარგი R15 M4 აგიწყოს, იმიტომ რომ ეს არის თანამედროვე მოდულური სისტემა, რომლის ნაწილებსაც უამრავი კომპანია აწარმოებს, არის სტანდარტიზებული, რა თქმა უნდა, მილ სტანდარტზე, მილსპეკ მიმართულებაზე ვსაუბრობ, კომერციული დეტალებიც არის, მილსპეკ მიმართულებაც არის და ეს ნაწილები ერთმანეთთან თავსებადი არის, სხვადასხვა კომპანიების წარმოებული და კალაშნიკოვის მსგავსი იარაღი არ არის ეს რა, რომელსაც სპეციალური შეიარაღების საამქრო ჭირდება, რომ რაღაც ნორმალურ მდგომარეობაში აწყო, იმიტომ თუნდაც ლულის ჩასმა, სხვა დეტალების დამტყმელი სასლეტი მექანიზმის დაწყობა და ასე შემდეგ მინიმალური ხელსაწყოები თუ გაქვს სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ამიტომ ამ მიმართულებით ეს მიმართულება განვითარებადი არის საქართველოში და პერსპექტიულიც არის, თუმცა ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის პერსპექტივაში ვაზნების წარმოების დაწყება, იმიტომ რომ M4-ს ყოველთვის იყიდის სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებში პრობლემაა, სადაც ბევრი კომპანია აწარმოებს, მათ შორის უმაღლესი ხარისხის M4-საც იყიდი, ადგილზე რო არა აწყო რა, მაგას ვიძახი, მაგრამ ვაზნები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, როგორც შეიარაღებული ძალებისთვის, ისე საპოლიციო ქვედანაყოფებისთვის და ასევე სამოქალაქო მიმართულებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოლო წლებში ძალიან დიდი რაოდენობით გავრცელდა ეს R15 ტიპის შაშხანები სამოქალაქო მიმართულებით და რეალურად ეს დიდი ძალა არის სამოქალაქოების ხელში პოტენციური მოწინააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში. ყურყონია თქვენ ჯარებში შეხება ამ G5-თან და G4-ის პროტოტიპებთან, ხარ გამოგიცდიათ? არა, სხვათა შორის ქონდა რაც მცდელ სურვილი და მცდელ მე მგონი მაგ პერიოდში ზუსტად M4-ზე მუშაობდით, ანუ M4-ზე ინსტრუქტორები ვიყავით, ხო, არა, M4-ზე გადაწყვეტილები ვიყავით, უბრალოდ ანუ როგორ ვთქვით, მომზადების პროცესში ჩვენ ვიყავით ინსტრუქტორები და ძალიან საინტერესო იყო. პრინციპში უბრალოდ შეხება და ესე ნანახი მაქვს, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, გამოცდილი არ არის და კითხვა მაქვს მე, ანუ რისი ბრალი შეიძლება იყოს? კი გეთანხმები, რომ ტყვის წარმოება, რომელიც უფრო შეიძლება მარტივიც იყოს პრინციპში და საჭიროებას მოითხოვდეს, აი რატო შეიძლება არ მოხდა ამის წარმოება და ჩაშვება იყოს ანუ აკრედიტაციის პრობლემა. მოდი პირდაპირ გეტყვი რა, არასწორი ხალხის მიერ კეთდებოდა ეგ რა.
ხო, ანუ ყოველთვის ალბათ. ყოველთვის არა, მაგრამ ლიცენზიის მოპოვებაზე ლაპარაკი ბოლო პერიოდში არა. მენეჯმენტის ამბავი არის, ანუ მაგ ყველაფერს უნდა აკეთებ, მაგ მიმართულებას უნდა აკეთებდეს ის ხალხი, ვინც რეალურად იცის ეგ საქმე და იცის რას აკეთებს და რა მნიშვნელობა აქვს მაგ კონკრეტულს და რაღაც მხოლოდ რაღაცებს ისრულებს, არ ლაპარაკობს. რაღაცა პიარის გასაკეთებლად. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. არ შეიძლება დიდგორის გვერდიდან 30-40 სანტიმეტრის სიმაღლის და დაახლოებით 2.5 მეტრის სიგრძის ტიტანის ფილა გასდევდეს. რისიც წყალობითაც ერთის მხრივ მანქანის წონის კრიტიკულად გადატვირთვა არ მოხდება, მაგრამ მეორეს მხრივ უკიდურეს შემთხვევაში დესანტი იატაკზე დაწოლით გადაურჩება 12.7 მმ-იან ტყვიებს. არის ეგეთი მიდგომები, არის ესეთი ადონ ჯავშნებს ეძახიან. ეხლა უკრაინაში ჩანს ეს. ბევრ მანქანებზე გამოიყენება. ჯერ კიდე ანუ მსგავსი პრინციპი რაღაც კონკრეტული მონაკვეთების გაძლიერებით შიგნიდან ან გარედან ფილების დამატებით ხო კონკრეტული ერთი მოდიფიკაციის მანქანის სხვა კონფიგურაციებზე ჯერ კიდე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კეთდებოდა. ანუ პრინციპზე აქვს საუბარი, ცივი ომის პერიოდის მანქანებიც არის ბევრი, სადაც ეგ პრინციპები არის. თანამედროვე მანქანებში მაგალითად ეს კომპანია პლასანი ისრაელის კომპანია არის, ერთ-ერთი მეწინავე არის აი ამ ადონ ჯავშნებში, ანუ მოდულური კონსტრუქციის ჯავშნებში, ეს არის ესეთი ტიპის ჯავშნები, რომელიც აწყობაც ხდება მანქანის ჩარჩოზე და სხვადასხვა კონფიგურაციით შეიძლება ერთი და იგივე მოდელის ჯავშან მანქანა გააკეთო რა მაგალითად. ხო არ გამოგიყენებიათ ამ დიდგორებში ეგეთი მიდგომა? არა, დიდგორებში ეგეთი ის არ არის, დიდგორებში უფრო კლასიკური სქემა არის, ანუ ჩვეულებრივი ჯავშან კაფსულა არის, მაგრამ დიდგორის მოდიფიკაციაში, მაგალითად სამედიცინო მოდიფიკაციაში და დიდგორი მეომარში არის ორმაგი ჯავშანი რა, არის ძირითადი ჯავშანი და არის გარეთ დამატებითი გარე პანელი, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ორი ჯავშან ფილით, რომელიც შედარებით უფრო თხელია ვიდრე ერთი დიდი მასიური ფილა, უფრო მაღალი ჯავშან მედეგობას მიაღწიო, ან მიაღწიო იგივე ჯავშან მედეგობას უფრო დაბალ წონაში, ანუ დაშორიშორებული ჯავშნის პრინციპი, ეს მეორე მსოფლიო ომიდან მოდის ეს პრინციპი, გერმანული ჯავშან ტექნიკაზე გამოიყენებოდა აქტიურად. ეს არის ძირითადად მსუბუქი ჯავშან ტექნიკის შემთხვევაში გაძლევს რას, ანუ ორი შედარებით უფრო თხელი ჯავშანი, მაგალითად 5 მმ-იანი ჯავშნები, ან 7 მმ-იანი და 5-იანი, ან 8-იანი და 5-იანი, აი უფრო 5-იანი და 5-იანი ავიღოთ, მაგალითად ერთი ჯავშან ფილა რო აიღო 10 მმ-იანი რა, მონოლითური და აიღო ორი 5 მმ-იანი, რომელიც ერთმანეთისგან იქნება დაშორებული და რაღაცა მანძილით იქნება დამაგრებული სპეციალურ წერტილებში, ხო? პირველი ფილის გახვრეტის დროს ტყვიას ჯავშანგამტან ტყვიაზე არის უფრო საუბარი, ცილდება გარსი, რჩება ჯავშანგამტანი გულარი და ცენტრიდანული ძალები არეული არის, დარღვეული აქვს ცენტრი, მოკლედ სიმძიმის ცენტრიც არეული აქვს და ძირითადად ჯავშანს ეს ტყვის გულარი ეჯახება არა წვეით, არამედ ოდნავ გვერდულად და მისი ჯავშანგამტანობის მახასიათებლები იდეალურ შემთხვევაში 80%-ით არის დაქვეითებული, სტანდარტულ სიტუაციაში 40-50, 60%-ით არის ხოლმე დაქვეითებული და ასეთ შემთხვევაში ყოფილა შემთხვევები, რომ შორი მანძილებიდან 12 და 7-იანისთვისაც გაუძლია იმ ჯავშანს, რომელიც სიტყვაზე მონოლითური ჯავშნის შემთხვევაში მაქსიმუმ 7.62-ს უნდა უძლებდეს. ეხლა ეგ კითხვა რას დასვეს, ხო ეს ტიტანი იქნება თუ ფოლადის ფილები, არაფერი პრობლემა ამაში არ არის, კიდევ უფრო მარტივი არის და აპრობირებული არის კერამიკული ფილების დამაგრება რაღაც გარედან სპეციალურ პაკეტებში ან შიგნიდან. აი მაგალითად იდეალური მაგალითი იქნებოდა ამერიკული ჯავშან მანქანა JLTV, რომლის ჯავშნის ზოგადად აგებულებას და დაჯავშნის სისტემას ზუსტად აი პლასანის შემუშავებული არის. ეს პრინციპი აქვს ჯავშან მანქანას სენტკეტზეც გამოყენებული ბოლო კონფიგურაციებში და არის ასევე Sherpa Light Scout-ზეც არის მსგავსი. კიდე არის სხვა მანქანებზე, ტანკებზე ეგეთი რაღაცა არ გამოიყენება, არ უნდა შევადაროთ ტანკის ჯავშანი და მსუბუქი ჯავშან მანქანის ჯავშანი. ტანკებზე სხვადასხვანაირად არის სიტუაცია. აი ეგ მე განვიხილოთ. შემდეგი უფრო მოსაზრება არის, ჩემი აზრით ლაზარ 3 და M20 და კიდე ჩამოთვლილი რამდენიმე მანქანა, ძირითადად X6-ზე მსგავსი მრავალფუნქციური შასიზე უნდა გადაერთოს Delta, ასევე Lazica IFV მოდერნიზაცია საჭირო. დიდგორი მეომარზე დავაყენებდი ისრაელის მსგავ Spike Enlo 6 Gens. მსგავს სისტემას საზღვაო და მექანიზებული ბრიგადის წინააღმდეგ და ასევე 5 კილომეტრიდან 15 კილომეტრამდე FPV დრონებს, პლუს 45-დან 3000 კილომეტრამდე სხვადასხვა სიმძლავრის
დრონფრთოსან რაკეტას. რაკეტაზე. ძალიან კომპლექსური კითხვა არის და ყველაფერს არის მოდებული მოკლედ. ყველაფერი დავაყენეთ. შევიდა. აი, რა არის რეალისტური აქედან რა შეიძლება რა. იდეაში ყველაფერი რეალისტური არის, მაგედან გააჩნია რა თანხებს ჩადებ მაგ ყველაფრის შემუშავებისთვის, ხო? ესე იგი ჯავშან ტრანსპორტიორი თუ დავიწყოთ ლაზარი არის სერბული ჯავშან ტრანსპორტიორი, ჩვეულებრივი სახაზო ჯავშან ტრანსპორტიორი არის, აი როგორც როსომახი არის სიტყვაზე ან გერმანული ბოქსერი და იგივე კლასია რაც აი საბჭოთა BT-80, უბრალოდ უფრო თანამედროვე რა. მასეთი ტიპის ჯავშან ტრანსპორტიორები ჩვენ გვჭირდება თუ არა, ეგ ცოტა ისეთი კამათის თემა არის, ანუ კიც და არაც, ანუ ეგ არის მიბმული იმაზე შენ როგორი კონფიგურაციით აჯობებს სიტყვაზე პერსპექტივაში ჩვენი ბრიგადების აწყობა რა. ეგ ბრიგადებს თუ აწყობ შენ ქვეითთა საბრძოლო მუხლუხოვებიან ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე ან ბორბლებიან ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე სხვა თემა არის. მაგ შემთხვევაში ბრიგადების საბრძოლო პოტენციალი ბევრად უფრო მაღალია მექანიზირებული ბრიგადის. თუ შენ აწყობ ჯავშან ტრანსპორტიორზე, ხო, ბორბლებიან ჯეტერზე, რომელსაც ჯავშანი შედარებით უფრო თხელი აქვს და იდეაში შეიარაღებაც უფრო მსუბუქი ექნება, შენ გამოგდის მოტომსროლელი ბრიგადები რა. ეხლა მაგაზე რო დავიწყოთ ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ უდიდესი თემა არის, ანუ მოტომსროლელი ბრიგადები გვჭირდება თუ სრულად მექანიზებული ქესემები დაკომპლექტებული თუ შერეული გვჭირდება, ცოტა შესაძლოა შერეული ჯობდეს, მაგალითად ბრიგადებში იყოს 2 ბატალიონი იყოს მექანიზებული, ან 1 მექანიზებული და 2 იყოს ჯეტერებზე მოტომსროლელი. ეს სხვათა შორის რატო ვიძახი ხამურ ტერმინს? ბევრს რატომღაც მათ შორის სამხედროებით შემოხვედრიან ეგეთი ესეთი გამყარებული აზრი აქვთ იმაზე, რომ ის რა ქვია მოტომსროლელი და მექანიზებული ერთი და იგივე არის. არა და არ არის ეგრე რა. მექანიზებული მოტომსროლელი ნიშნავს მექანიზებულსაც, მაგრამ აი როდესაც იძახი შენ მოტომსროლელს, ეგ ნიშნავს რომ არის მოტორიზებული, ან დაკომპლექტებული არის ჯავშან ტრანსპორტიორებით, სხვა კონფიგურაციის ჯავშან ტრანსპორტიორებით და როცა იძახია ესე კონკრეტულად მექანიზებულს თუ არის ჯეტერები დაკომპლექტებული, და კონკრეტულად მექანიზებულია ოღონდ ჯავშან ტრანსპორტიორის შტატზე, ანუ მოტომსროლელი არის. მექანიზებულის მოტომსროლელი ვარიაცია და თუ უბრალოდ მექანიზებულს იძახი, ნიშნავს რომ ქესემებზე არის რა. აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ ცხინვალში არსებული რუსული ბრიგადა მეოთხე ბაზაზე რაც არის, ეგ არის BMP-ორის შტატზე რა, 121 BMP-ორი ყავთ შტატით მაგ ბრიგადაში, ეგ არის მექანიზებული ბრიგადა რუსულ არმიაში და აფხაზეთში რაც არის მაგალითად გუდაუთაზე, ეგ არის BT-82-ებით დაკომპლექტებული, ანუ ჯავშან ტრანსპორტიორებით დაკომპლექტებული მოტომსროლელი ბრიგადა რა. ზოგან მოტომსროლელი ჯობია, ზოგან ქესემებით დაკომპლექტებული ჯობია. ჩემი აზრით დასავლეთ საქართველოში ჯობია შერეულები რომელსაც ქესემებით ეყოლება და ჯეტერებით და აღმოსავლეთ საქართველოში მთლიანად ქესემებით დაკომპლექტებული, ანუ BMP-ებით დაკომპლექტებული ბრიგადები რა. რატო? რელიეფიდან გამომდინარე და ბევრი ძირითადად უფრო რელიეფიდან გამომდინარე რა, იქ დასავლეთში მდინარე. მოკლედ ეს მოსაზრება რო მოკლედ ლაზარის მსგავსი ჯავშან ტრანსპორტიორი, ლაზარი მაგალითი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით ლაზარი არ არის რაღაცა განსაკუთრებით ისეთი სერიოზული ჯავშან ტრანსპორტიორი. ის სხვა რაღაცებია, ხო, ანუ სიტყვაზე აი ლაზარი იქნება თუ არმა იქნება სიტყვაზე თუ რაღაც FNSS პარსის მაგვარი იდეაში ჩვენ გვჭირდება ჯავშან ტრანსპორტიორი, რომელიც გადაიყვანს არა რაღაცა 9 კაციან ქვეით ათეულს, ანუ პატარა ჯავშან ტრანსპორტიორი არა რა, BT-80-ის მსგავსი რაღაცა არ გვჭირდება. უფრო რაღაცა დიდი ზომის საშუალო წონითი კატეგორიის, რომელზეც მძიმე შეიარაღების დაყენებაც შეგეძლება რა. უფრო აი მიმართულება მიყავს აი იცი გერმანული ბოქსერი როგორიც არის სიტყვაზე რა, ან ცენტაურო იტალიური ცენტაუროს შასიზე ვიძახი, საშუალო წონითი კატეგორიის ჯეტერი, რომელიც თავი პრინციპად უწერია რომ 6-6-ზე მსგავსი, ანუ შასი. 6-6 იქნება თუ 8-8 იქნება, ეს ხო 8-8 ჯობია ზოგადად ჩვენ შემთხვევაში. მაგალითად აი ხა ეჯდერები ხო ყავდა თურქული ეჯდერები, ეჯდერმა ვერ გაამართლა, იმიტომ რომ ძალიან საშინელი გამავლობა ჰქონდა და ზოგადად დაპროექტებული იყო არასწორად. ჩანაფიქრში იყო ჩადებული სხვა წონები და საერთოდ სხვა წონებზე იყო დამზადებული მანქანა. შესაბამისად გადამძიმებული იყო. 8-8 ჯავშან ტრანსპორტიორი, რომლის გადაკონფიგურება შეგეძლება სიტყვაზე ბორბლებიან ქესეებათაც, ანუ კოშკურას დაუყენებ 30 მმ-იანი ქვემოთ. აი ეგეთი შეიძლება დაგვრჩილდეს. მადლობა, სანამ სხვა კითხვებზე გადავალ, კი, მანდ იყო რაღაცები და რა ვიცი, მე მგონი გადავიდეთ. კი, ყველა კითხვაზე გადავიდეთ, თუ მანამდე გეტყვით რომ ვისაც შეიარაღების დეტალური განხილვები გაინტერესებთ, გიგას თავისივე ვარხიათ, გაიშვილი. აღწერაში ლინკი იქნება. ეხლა ბოლო
მეც ვნახე იყო ჩინური ახალი ტანკის ნახილო და საინტერესო მსგავსი თემატიკა გაინტერესებთ გირჩევთ ნამდვილად გიგაინაშვილის არხს როგორც ხედავთ აღწერაში დავდებ ამ ლინკსაც. კაი, წავედით გავაგრძელეთ. მინდა ტექნიკური განხილვები. ხო, ტექნიკური განხილვებია რა თქმა უნდა. და მადლობა ამ საქმისთვის საინტერესოს. კი, ნამდვილად. არა, კითხვები ბევრი, ამიტომ ესე მან საკმაოდ ისეთი დეტალები, ისეთი ნიმუშები ეწერა თან რომ აშკარად მაგ კითხვის ავტორს აინტერესებს. კაი, გავაგრძელოთ მაშინ თუ შემდეგი აი ომან ლაზარის მე იყო და დეტალურად გახსოვთ. მესამე კითხვები. ხო, ლაზიკას განვითარებაზე წერია. კი, პერსპექტივაში ლაზიკა განსავითარებელი არის, მაგრამ აი ასეთ რაღაცას ვიტყოდი რა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება KSM-ი, მუხლუხებიანი KSM-ი პერსპექტივაში, მაგრამ მარტო აკეთო რაღაცა და ფული ხარჯო ისეთ რაღაცებზე, რაც ხებს უკვე მიღწეული აქვს, ცოტა ისეთი არარენტაბელური თემა არის. ამიტომ რაღაცები მაგალითად შეგიძლია გამოიყენო არსებული ან პოტენციური მოკავშირეებისგან. აი ხა ქვეითთა საბრძოლო მანქანის კუთხით მაინც და მაინც აი ხა ამერიკის მმართველობაზე რო არ წავიდეთ, უფრო აი ვიფიქრებდი მაგალითად თურქეთზე, სადაც რომელმაც ბოლო წლებში შექმნა ტულპარის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელიც ტულპარი აი ტექნოლოგიურად არის ძალიან გავს გერმანულ პუმას რა. ერთ-ერთი რო შეხედო არ გავს, მაგრამ ტექნოლოგიურად დეტალების დამზადება, იგივე ბევრი სხვა აგრეგატები და ელემენტები და პუმა ეხლა ქვეითთა საბრძოლო მანქანებში ერთ-ერთი ისეთ საუკეთესოა. ეს არის საშუალო წონთი კატეგორიის KSM-ი, ტანკის ბაზაზე არ არის, ამ ტანკის ბაზაზე არსებული KSM-ი კიდე არის მძიმე კატეგორია KSM-ში. ტულპარი კარგი ვარიანტი არის 30 მმ-იანი ქვემეხით და აი ტულპარის ტექნოლოგიურად ტულპართან ახლოს მდგომი რაღაცა ლაზიკა 2 იქნებოდა ძალიან ისეთი ღირსეული შემცვლელი პერსპექტივაში BMP-ურებისა და BMP-1-ებისა. ნუ ბევრად უფრო კარგი მანქანა გამოვიდოდა რა. ტულპარის ყოველ წელს ახალი კონფიგურაციები ჩნდება ტულპარის ეგ მანქანა ძალიან კარგად ახლოდან მაქვს ბევრჯერ დათვალიერებული და მთელი რიგი ისეთი ნიუანსები არის ჩადებული, რომ აი ძალიან ბევრი არის მაგ მანქანაზე ნაფიქრი სერიოზული ტანკმშენებლების მიერ. ამიტომ საკმაოდ პერსპექტიული მმართველობა ეხლა ტანკზეც რო ვილაპარაკებთ შემდეგში მაგ თემასაც განავსებთ ეხლა ტანკიც აქვს ალტაი სამამულო ტანკი თურქებს, მაგრამ ტანკის მიმართულებით ალტაი დიდად არ არის ჩვენთვის მომხიბვლელი ვარიანტი. პერსპექტივაში ჩვენ ისევ და ისევ ჯობია აბრამსებს მივაწვეთ სამომავლოდ, როცა ვიქნებით მაგდონეზე აბრამსების ექსპლუატაცია შეუძლებთ, მაგრამ აი KSM-ის შემთხვევაში ტულპარია ძალიან საინტერესო ნიმუშია. თან თურქეთი ახლოს არის და პერსპექტივაში აზერბაიჯანის ფიქრობს ტულპარის მიმართულებით, რომ ეს BMP-ურები, BMP-3-ები რაც ყავს აზერბაიჯანს შეიარაღებულ ძალებში, რუსულები, შემდგომში ალბათ ტულპარის აზერბაიჯანული კონფიგურაციებით შეიცვლება. ესე იგი აქ რა წერია კიდე. მან ძირითადად იყო რომ დიდგორ მეომარზე დავაყენებდი. ხო, ჩვენზე გადმოწყობა ამ რაღაცეების. ხო, Spike NLO 6 Gen 6, ხო? ხო, ანუ Spike-ი რო დავაყენო დიდგორ მეომარზე, ჯერ Spike-ი უნდა ქონდეს შეიარაღებაში. პირველი ეტაპისთვის ჩვენ მეომარზე მაგალითად მეომარი მულტიფუნქციური პლატფორმა არის, მაგაზე ბევრი რაღაცის დაყენება შეგიძლია. დისტანციური მოდული თუ კი რაიმე ტიპის დისტანციური მოდული დაყენდება, პირველ ეტაპზე ამ დისტანციურ მოდულებზე ინტეგრირებული უნდა იყოს ჯაველინები, რომელიც გვაქვს შეიარაღებაში და მაგის რაკეტებიც გვაქვს და პერსპექტივაში Spike-ი თუ გვექნება, მაგას არაფერი ჯობია, იმიტომ რომ Spike-ი ბევრად უკეთესი სისტემაა ვიდრე ჯაველინი, იმით უმეტეს ის მოდიფიკაცია, რომელიც აქ წერია და ჯავშან ტექნიკის მოდიფიკაციები, რომელიც ცოტა მძიმეებია, Spike NLO-ები, ხო, მძიმე რაკეტებით 30 კილომეტრზე და არის ახლა ახალი კონფიგურაციები 50 კილომეტრამდე ისვრის და 30 კილომეტრი საკმაოდ დიდი მანძილია. სრული ტაქტიკური სიღრმე არის 30 კილომეტრი. შენ როცა ფტურით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტი 30 კილომეტრს ფარავ, ეგ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის ჯავშან ტექნიკას რაღაც არანაირი ისეთი სერიოზული წარმატების შანსები აღარ აქვს რა. აზერბაიჯანმა Spike NLO-ები ქონდა და აზერბაიჯანმა ამ 30 კილომეტრიანი Spike NLO-ებით არ მხოლოდ სომხური და ყარაბაღის არმიის ჯავშან ტექნიკა, არამედ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების და საარტილერიო დანადგარების და ასე შემდეგ ანადგურა იმ 2020 წლის ომში. თანაც ეს Spike NLO-ი არის სისტემა, რომელიც გასროლის შემდეგ შეიძლება მას შეუცვალო მიმართულება და საერთოდ სხვა მართვადია, ხო, ანუ სხვა ის როლე დაივიწყე არ არის რა, სხვა მიზანზე გადააკონფიგურირო, სხვა მიზანზე მიმართო მოკლედ რა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მთაგორიან რელიეფს იყენებ რა. ჯაველინი
ჯაველინი უკვე მოძველებული სისტემა არის თვითონ იგივე ვისაც ქონია ხა ჯაველინთან შეხება იგივე ჯაველინის დამიზნების 1996 წელს არის მიღებული შეარაღებაში და კი გამოვიდა ახალი კონფიგურაციები რაკეტების ახალი ხა ჩვენ სადაც გვაქვს შეარაღებაში ბოლო კონფიგურაციებია მაგრამ დამიზნების სისტემა თვითონ პრინციპი როგორც უმიზნეთ იგივე არის დარჩენილი და მარტივი მაგრამ აღარ არის ისეთი თანამედროვე რა არის მაგალითად სიტუაციები საბრძოლო მოქმედებების დროს რომ შეიძლება ფაგოტის სამჯერ გასროლა მოასწრო იმ დროში როდესაც შენ ჯაველინით უმიზნებ ერთ ტანკს რა ეხა გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე ეს ეხება დიდგოლის და ვაზიკის იგივე მედევაკის უკრაინაში დატესტვას რეალურ დროში და რეალურ სივრცეში ნუ ლაზიკა გასაგები ლაზიკაზე აღარ პროტოტიპია და შევეშვათ დიდგორზე უბრალოდ სანამ შენ გვეტყვი შენ რადგან უკრაინაში ხარ ნამყოფი შენ რას ფიქრობ ამაზე რამდენად ადეკვატური იქნებოდა რას მოგცემდა ის ჩვენ იქ რამდენად გამოადგებოდათ იქ გამოადგებოდათ რა თქმა უნდა თუმცა ეს პირდაპირ ვთქვათ ეხლა მე მგონია რომ პირდაპირ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არის რომ იქ მოხდება პოლიტიკას თავი დავანებოთ ანუ ზოგადად წარმოადგენს რა თქმა უნდა ჩვენ მოგცემდა იმას რომ მაქსიმალურად დავხვეწდით ანუ შეცდომებს გავიზიარებდით და დავხვეწდით შემდეგისთვის ნახავდით მინუსებსაც პლუსებსაც და უკვე რეალურ საომარ ვითარებაში გამოსდით ამ ჯავშან ტრანსპორტიორს და პლუს უკრაინელებს რა თქმა უნდა დაეხმარებოდით იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ გარკვეული ქვედანაყოფები არიან რა თქმა უნდა აღჭურვილები იმ დახმარ რაც არსებული იყო და რითაც დაეხმარა სხვა ქვეყნები და არის ქვედანაყოფები სადაც აი ელემენტარულად ისეთ ზონებში მოძრაობენ ჰამერებით რომ გვინახავს ხო ზედმეტად დაჯავშნული და რაც ხელოვნური დამცავებით არის გაკეთებული ეს პირდაპირ იმაზე გვეუბნება რომ უკრაინას ნებისმიერი რამე გამოადგება ეხა ესე რომ ვთქვათ მით უმეტეს დიდგორი არ არის უბრალო ესე რომ ვთქვათ მანქანა არის რომელზეც ძალიან დიდი ხანი კარგი ჯგუფი მუშაობდა და დახვეწილიც არის მინუსები პლუსები ბევრი ამოყარა მაგრამ ესე ჯერჯერობით ბოლომდე არ არა და აი ამ მინუსების და პლუსების ამოყრა შემდგენ დაგვეხმარებოდა რეალურ საბრძოლო რა თქმა უნდა არამხოლოდ რაღაც უკრაინის ომის მსგავსი რაღაცა კომპლექსური სრულმასშტაბიანი ომი არამედ რაღაცა მცირე ზომის ლოკალური კონფლიქტიც კი მნიშვნელოვანი ასეთ ტიპის ჯავშანმანქანების ტესტირებისთვის როგორც თორნიკე თქვა ხო ანუ მაგის გადაცემა ეხლა რა თქმა უნდა პოლიტიკური თემა არის და აზრი არ აქვს მაგაზე ლაპარაკს და გამოცობას ამ ტექნიკურ ნაწილზე რო ვთქვა ეხლა დიდგორის მსგავსი მანქანები Ford 550-ზე დამზადებული მინიმუმ 30 სხვადასხვა კონფიგურაციით იწყობა უკრაინაში მედევაკებიც მათ შორის ეს ომი რო დაიწყო მაშინ უჭირდათ იმიტომ რომ მაინც დიდი წარმატება არ იყო და უამრავი დასავლური ევროპული და ამერიკული კომპანიები აწვდიან ზუსტად Ford 550-ის ბაზაზე დამზადებულ ასეთ მანქანებს იგივე ნოვატორი უკრაინაში მზადდება და კიდე სხვა მანქანები ბოლო მოდიფიკაციებში არაფრით არ ჩამოვარდებიან დიდგორს რა ვიცი მოკლედ კარგი იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ იყოს ალბათ ესეც უნდა ვიქცეოდეთ თუმცა აღსანიშნავია რომ ჩვენ იმ პერიოდში დავიწყეთ დიდგორების წარმოება და ზოგადად მაგაზე ფიქრი როდესაც ამის საჭიროება რა თქმა უნდა ყოველთვის დგას მაგრამ ამის შემდეგ ხო ეგ პლუს ამის შემდეგ უკვე უშუალოდ როცა დაჭირდა ქვეყანას ზუსტად იმ პრინციპით დაიწყო აწყობა ცოტა განსხვავებით მაგრამ დაიწყო აწყობა რომელსაც აი ძალიან დიდი დახმარება აქვს საჭიროება უდგას და ამაზე ფიქრობენ მან როგორი რაღაცა იცი დიდგორის კატეგორიის ზოგადად მაგ კლასის მანქანებს ადარებენ ხოლმე მზესუმზირას რა ომში არის მზესუმზირასავით ძალიან დიდი რაოდენობით ნადგურდება როდესაც საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა მაღალი არის ეხლა ინტენსივობა მკვეთრად არის დაცემული ბოლო წელიწად ნახევარია მაგ ომში ინტენსივობა მაღალი იყო განსაკუთრებით პირველი 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით პირველი თვეები როდესაც ეგეთი მანქანები ორივე მხრიდან εν რაოდენობით ნადგურდებოდა ტიგრების დაზორებით აქეთ უკრაინელების მხრიდან ეგ მანქანები შესაბამისად ეგეთი მანქანების საჭიროება დიდ-ომებში ყოველთვის არის და შენ ახლა არც გაქვს საქართველოს ვერც იქნება მაგხელა წარმოდობა თეორიაშიც კი რომ უკრაინის მოთხოვნილეები სრულად დაკმაყოფილოს მაგას დიდი არა სრულად არა მაგრამ აი ამ მეორე ნაწილში როდესაც უკვე ინტენსივობა დაიწია და დასატესტად კი რა თქმა უნდა წავიდეთ შემდეგი შორმანდელზე მოქმედი დამრტყმელი დრონების შექმნა წარმოებაში თუ შეგვიძლია რაკეტებსაც ხო ვამზადებით ჰაერი ხმალეთი რამდენად რეალისტურია როგორც ვიცი, ყველაზე შორტხევსელი რაც გვაქვს, .u 100 კილომეტრზე მოქმედებს. აი, ბოლო კითხვიდან დავიწყოთ. .u არ გვაქვს შეარაღებაში და არც არასოდეს არ გქონია. საბჭოთა ბალისტიკური სარაკეტო სისტემა არის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის. რაც შეეხება ჰაერი ხმელეთი ტიპის კლასის რაკეტას, ჰაერი ხმელეთი კლასის რაკეტის წარმოება საქართველოში არასოდეს არ ყოფილა.
საავიაციო ქარხანაში, ოღონდ საბჭოთა პერიოდში წარმოებოდა საჰაერო გაშვების წინა გადაცემაში ვახსენე კაათი ტიპის ფრთოსანი რაკეტა, ოღონდ ეს იყო ავიამზიდების მკვლელი რაკეტა, ბირთვული მუხტებით იყო ხოლმე აღჭურვილი ზოგ შემთხვევაში, Tu-16 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშვენიდან გაშვებადი. ეგეც რა თქმა უნდა, ეხლა ბოლო რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა საქართველომ, აქ პერიოდში არ დაამზადებულა და ბევრად ადრე შეწყდა მაგის წარმოება 80-იანებამდე კიდე რა. მოკლედ ერთადერთი რაც იწარმოებოდა რაკეტების კუთხით მასიურად საქართველოში იყო იგივეა ახლა სუ 25-ის შეიარაღებაში რაც შედის ხა-25 მაგალითად ან ხა-29 ხო? ჰაერი მიწა კლასის რაკეტები, მართოდი რაკეტები, ლაზერული დამიზნების, სატელევიზიო თავაკით დამიზნების, ეგენი მაგის წარმოებაც არ ყოფილა საქართველოში. ესე იგი, ეგენის შეიარაღებაში კი გვაქვს, მაგრამ ჩვენთან წარმოებული არა, საბჭოურები არის რა. R-60 და R-73 ჰაერი კლასის სითბური დამიზნების რაკეტები. ეგენი კი ეგ პერსპექტიული მართულებაა ზოგადად მაგისი წარმოების და რემონტის ტექნოლოგიური ბაზა ყოველთვის იყო იმ პერიოდიდან მოყოლებული და ზოგადად ჰაერი კლასის და მაგ რაკეტის ბაზაზე შექმნილი საზენიტო კონფიგურაციის სითბური რაკეტის წარმოება შესაძლებელი არის ჩვენთან. ოღონდ დასავლური მაკომპლექტებლებით უნდა ააწყო, მაგალითად R-73 რო ააწყო დასავლური მაკომპლექტებლების გამოყენებით, ხო, ძალიან მაგარი რაკეტა გამოვა, იმიტომ რომ მანევრირების ამბავში R-73 ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი რაკეტა არის და ძალიან ძლიერ ჰაერი კლასის რაკეტად ითვლება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს გადაუკეთებიათ საზენიტო კონფიგურაციებადაც, მათ შორის ახლა უკრაინელებიც იყენებდნენ, მანამდე სერბებს ჰქონდათ გადაკეთებული, იგივე სირიაშიც იყენებდნენ და ახლა უკრაინელებს მაგალითად მაგურას ტიპის კატერებზე უყენიათ R-73-ები და იყო შემთხვევები, რომ მიროები და Mi-24-ები ჩამოაგდეს ზღვიდან. ვერთვენები და კიდე მანდ წერა პირველი კითხვა რაზე იყო? პირველი იყო შორმანძილზე. საქართველოში არის იმისი ინტელექტუალური რესურსი, რომ საქართველოს დაამზადოს სხვა FPV დრონებზე აღარ მაქვს საუბარი, აქ კერძო ადამიანები და კერძო კლუბები FPV დრონების სხვადასხვა კონფიგურაციებს დიდი ხანია აწყობენ, შეჯიბრებებსაც მართავენ და კურსებიც არის სხვათა შორის საკმაოდ კარგი კურსებიც. დავით ნაკაშიძეს აქვს კურსი, საკმაოდ კარგი კურსი და რაც ბევრი გაივლის მაგ კურსს, მით უკეთესი ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის უნარიანობის გაზორაში მუშაობდა ჩვენთან. კი და ესე იგი ზოგადად FPV დრონი ესეთი თემა არის, რომ რაც მეტმა იცის მოსახლეობაში FPV დრონის გამოყენება, მით უფრო მაღალ დონეზე არის ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა. თანამედროვე ომი ამას აჩვენებს. ესე იგი, რაც შეეხება კლასიკური ტიპის ჩვეულებრივ დრონებს, არის მოკლედ ქვეყანაში ინტელექტუალური და ტექნიკური საშუალებები იმისა, რომ დაპროექტდეს და წარმოებაში გაეშვას, როგორც აი რუსული ლანცეტი რო ავიღოთ, იგივე რისი ანალოგიც არის რუსული ლანცეტი, მაგალითად ისრაელის წარმოების Hero 400-ის ოჯახი, X-ისებური ფრთასხმულობის დრონები, კამიკაძე დრონები, ტაქტიკურ სივრცეში მოქმედი რა. ეხლა უკვე ტაქტიკურ სივრცეს გასცდნენ და ლამის 70 კილომეტრზე არის ასული ამ დრონების მოქმედების მანძილები, ლანცეტების. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია დრონების, ასევე შეგვიძლია ქვეყანას თუ სწორად იქნება მენეჯმენტი ამ კონკრეტულში და სწორი ხალხი დაიწყებს ამის კეთებას. აი ამ შაჰიდ 136 ტიპის დრონი, რომელიც არის კონცეპტუალური გაგრძელება ისრაელის იმისი რა ქვია ჰარუპის და ჰარპიას ტიპის დრონების რა. მაგრამ რუსებმა ხო მას შემდეგ დაიწყეს ამ გარენორის წარმოება, რაც ჰქონდათ ეს ხო. ხო, ირანიდან მიწოდებული შაჰიდ 136-ების კლონირებული რუსული კონფიგურაცია არის გერან 2. ანუ ჩვენს გვირდება რამე კლონი თუ არსებობს, შეგვიძლია ესეც. არა, არის პირდაპირ კლონის გარეშე შეგვიძლია გაკეთება. არაფერი განსაკუთრებული მაგ სისტემაში არ არის. თავარია მართვის სისტემა, რომელიც პირდაპირ შეგიძლია ადგედა ერთ-ერთი რომელიმე ამერიკული კომპანიიდან იყიდო გამზადებული მართვის სისტემა, რომელსაც პირდაპირ ამერიკული ან ევროპული კომპანიიდან, რომელსაც უმაღლესი დონის დაცვის სისტემა აქვს, შიფრაცია და თავისი ჰოპინგი და ასე შემდეგ, მაგრამ ოღონდ თუ იყენებს სიტყვაზე data link-ი თუ იყენებს შედარებით ახლო მანძილებზე, მაგრამ რეალურად მაგ დრონებს იყენებენ ავტონომიურ რეჟიმში, ანუ ხდება ჩატვირთვა GPS კოორდინატის ჩატვირთვა მიზნის და ავტონომიურ რეჟიმში მიფრინავს GPS INS-თან ინერციული ნავიგაციის ბლოკით და მიფრინავს და ეჯახება მიზანს, ანუ სიტყვაზე შესაძლებელია ჩვენს პირობებში 2000 კილომეტრამდე მანძილზე მფრენი ეგეთი ავტონომიური დრონის
დამზადება და ასევე შეგვიძლია ფრთოსანი ნაკეთების დამზადებაც. მაგისი ინტელექტუალური და ტექნიკური შესაძლებლობებიც გვაქვს. თავარია მონდომება და პოლიტიკური ნება. თავარია სახელმწიფოს უნდოდის მაგისი გაკეთება, კი. თორე ხალხი არის. შემდეგი კითხვარი ძალიან საინტერესო. თორნიკესი არ იყოს, მეცე მაინტერესებს. რატომ აღარ მუშაობს ეს ბიჭი? მაგაზე არ მინდა ლაპარაკი. შემდეგი კითხვა უფრო კენჭებია თქვენს ბოსტანში და ერთი როგორ უპასუხებ. ხამვიში მშვენივრად ეტევა ჯავშნიკაც და პატარა ტანისის თუ სამუხლეები გაცვია, მაშინ წინასკამების სჭირდება გადაკეთება. დავამთავრებ. ეს მისოგიდათ რომ უპასუხოთ. რაც შეეხება მრაპის ტიპის ჩანაცვლებას, ავით ერახში კამპანია მაჩვენა რომ სუსტი ჯავშანი ქონდა და აიდიებს ძალიან აქტიურად გამოიყენებდნენ. მოგეთ ჩვენ ამაზე წინაზე შევეხეთ. რომელს ავანაჩენ. იმ მრაპის შეიცვალა ჰამვიებიო და იმიტომ შეიცვალა რომ ჰამვიები ვეუზოდა აიდიებს. კი, თქვით წინა გადაცემაში. ემრაპი რა არის ხა კლასი არის ზოგადად ემრაპი გაზრდილი ნაღმსაწინააღმდეგო დაცულობის მანქანა და საჭიროება გამოჩნდა მას შემდეგ განსაკუთრებით როდესაც უამრავი ჰამერი ააფეთქეს როგორც ჩვეულებრივ აიდებზე ასევე EFP-ებზე ანუ დარტყმით ბირთვებზე რა და კარგად ეტევიოდ რატო ვერ ეტევოდი ანუ მე პირადად მაქვს გამოცდილება ანუ ერახში ვაკეთებდი სხვათა შორის მაგას რაღაც ვარჯიშობდით გადმოსვლაზე და უშუალოდ თუ აფეთქდებოდა რომ ჩვენი ერთ-ერთი მანქანა ჩვენ როგორ უნდა გავაკეთებინა ევაკუაცია ცეცხლის გადაფარვა და ასე შემდეგ და ეს მოითხოვდა ერთი მხრიდან მეორე მხარეზე გადასვლას მანქანაში რაც აი შეიძლება უფრო მეტი ტრავმა მიიღო გადაადგილების დროს ვიდრე გარეთ ყოფნის დროს ანუ მართლა ჩემთვის შეუძლებელი იყო თითქმის თან ანუ მართლა ისეთია რა ზიხარ არ გაქვს მანევრის საშუალება მით უმეტეს სამერში რა ვისაც ნანახი აქვს შეგინდან კითხების გარეშე მიკროფონი სიფონი არის რაც ახშობს ზოგადად აი მაგას მადლობა ვიხსენებდი ერთი კვირის წინ რა ერქვა მაგ დანადგარს დიდი ხანი აღას გავხსენებია ნუ ეგ დრო წავიდა ეხლა ბევრად უფრო თანამედროვე სისტემები არსებობს დღესდღეობით რადიომართვადი ბომბები რადიომართვადი საგზაო ბომბები არის უფრო ისა ნუ რა თქმა უნდა ინფრაწითელი და სეისმური სენსორებიც გამოიყენება ჯავშან ტექნიკის საწინააღმდეგო მართვად ნაღმებზე ეს ჭკვიანი ნაღმები რაც არის მაგალითად PTKM-ები რუსულები რომელსაც აი უკრაინაში იყენებენ ამ შემთხვევაში დარტყმით ბირთვს ჰაერში ისვრის და ზემო პროექციიდან ანადგურებს პარაშუტით ეშვებანელა და ზემო პროექციიდან ანადგურებს დარტყმითი ბირთვით აი როგორც ბონუსის შვედური ბონუსის ტიპის ჭურვების საბრძოლო მასალები სენსორ დეტონირებადი იმებით რა მაგრამ საგზაო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმები ისევ და ისევ არის პრობლემა იგივე რუსეთში შეიარაღებაში აქვს TM-83 ტიპის ბორტსაწინააღმდეგო ნაღმები დარტყმითი ბირთვები არის ესენიც შესაბამისად ემრაპის ტიპის მანქანებისთვის საფრთხე ყოველთვის არის ანუ ემრაპის საჭიროება არის და ეს თანამედროვე JLTV რაც არის რამაც ამერი ჩაანაცვლა ამერიკის არმიაშია და უბრალოდ ანაცვლებს ესეც ემრაპი არის და სწორედ ესეთი ბორტსაწინააღმდეგო ნაღმების წინააღმდეგაც კარგად მუშაობს რა. მადლობა. ამითი პრაქტიკულად ამოწურეთ კითხვები, რომელიც ეხებოდა წინა ეპიზოდს და მადლობა კიდევ ერთხელ ამ კითხვებისთვის. შეგახსენებთ რომ ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერეთ არხი, ვინც ამ დრომდები ვიყურებთ და ლაიქეთ ვიდეო, გააშერეთ თქვენ სოციალურ ქსელებში და ეხლა გადავიდეთ. ჯობია მე მგონი რა კითხვებს. და ეხლა გადავიდეთ უკვე კითხვებზე, რომელიც პრაქტიკულად დღევანდელებზეც ეხება, ხო? ანუ დავაჯგუფი აქ კითხვები და ეს უკვე შენი კითხვებია, ხო? არა, ესეც შემოსული კითხვებია. უბრალოდ ამ ეპიზოდში. ესე იგი, პირველი არის ესეთი საქართველოსთვის პოტენციური საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ განიხილოთ რა გვჭირდება. კიდე შემდეგი კითხვა საწინააღმდეგო თავდაცვის მიმართულებაზე თუ არის რამე სიახლე, სარაკეტო წარმოების დანერგვაზე ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ. გარდა ამისა, კამიკაძე დრონებზე არის საუბარი, თუ გვაქვს ეხლა შეიარაღებაში და პრინციპში აქვე გავაერთიანოთ რებებიც, რებებზეც ილაპარაკეთ, თუ შეიძლება ეს სამი კითხვის ასე ვთქვათ კომპილაცია იყო, ძირითადად ერთ მიმართულებას ეხება, ეს არის რა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გვაქვს, სად გვიჭირს, სად გვიხინს, რა გვჭირდება და პლუს რებები. ისმენ. კარგი, აი მოდი პირველი კითხვა რო გაიმეორო. საქართველოსთვის პოტენციური საჰაერო თავდაცვის სისტემები, გამანადგურებლები რომ განიხილოთ და რა გვჭირდება, რა გვიხდება. სანამ სისტემებზე გადავალთ, მან სიტყვა სისტემა ორი მნიშვნელობით გამოიყენება ხოლმე და ბევრს ერევა ერთმანეთში რა. საჰაერო თავდაცვის სისტემა არის მაგალითად პეტრიოტის ერთი დივიზიონი და საჰაერო თავდაცვის სისტემა არის მთლიანად საჰაერო თავდაცვის სისტემას თავისი მართვის სისტემია, ყველაფრიანად ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა, ხო? ანუ დავკონკრეტეთ რაზე ვსაუბრობთ. ჯერ უნდა დადგინდეს და ზუსტად გაიწეროს როგორი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ჭირდება
ჩვენს ქვეყანას ერთიანობაში, როგორი ტიპის ეშელონირება ჭირდება, ეშელონირების როგორი დონეები გჭირდება, ეს ყველაფერი თავისთავად ყველა ქვეყანაში არის ინდივიდუალური და პირდაპირ არის მორგებული ამ ქვეყნის პოლიტიკურ გეოგრაფიულ მოცემულებაზე, განსაკუთრებით გეოგრაფიულზე, რელიეფზე და პოტენციური მოწინააღმდეგეებზე რა როგორი განლაგება აქვს. ჩვენ რაც გვაქვს, ვინ მოწინააღმდეგეც გვყავს, რა რელიეფიც გვაქვს, რამდენად ადეკვატურია, ძალიან დიდი თემა არის. ძალიან დიდი თემა არის ახლა ეგ და აი მაგ კითხვის ავტორი ვინც იყო მაგას პასუხებში გირჩევ რომ ჩავუგდო მე ლინკს მოგცემ. მაგაზე მაქვს ძალიან დიდი სტატია დაწერილი საჰაერო თავდაცვის სისტემაზე რა მოკლედ ზოგადად მოკლედ სალაპარაკო თემა არა, მაგრამ მოდი კაი. ესე იგი ჩვენ გვჭირდება ესე ძალიან უხეშად რო ვთქვა და არ მიყვარს ხოლმე ეს თემა არის თან ესე ზოგადი ლაპარაკი არაფერს მომცემი არ არის მოკლედ განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვაზე რომელიც ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური და ყველაზე რთული სახეობა არის ჯარებში რა. საჰაერო თავდაცვა არის ორი. საჰაერო თავდაცვა როგორც სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი სახელმწიფო საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე საომარ სიტუაციაში, დედაქალაქების, სამხედრო ადმინისტრაციული ცენტრების მთლიანი ტერიტორიის გადაფარვას და არის საჰაერო თავდაცვის გვარეობა სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ზოგადად გვარეობის სახით ეს არის გვარეობა რომელიც შეიარაღებაში ძირითადად შედის ახლო მანძილზე მოქმედი სისტემები მათ შორის დაწყებული საზენიტო артиლერიიდან გაგრძელებული მამპადებით ანუ იგლა, სტინგერი და ასე შემდეგ და დასრულებული შეიძლება იყოს აი საშუალო მანძილზე მოქმედი სისტემები. ამ მათი დანიშნულება არის საომარ სიტუაციაში ქვედანაყოფების და შენაერთების თავმოყრის რაიონების გადაფარვა, კოლონების გაცილება და ასე შემდეგ. რო დავიწყოთ ახლა საჰაერო თავდაცვა როგორც სახეობა, სამეშელონიანი ალბათ კლასიკური შორმანძილზე მოქმედი სისტემები, საშუალო მანძილზე მოქმედი სისტემები და ახლო მანძილზე მოქმედი სისტემები. შორმანძილზე მოქმედი სისტემებიდან ახლა ბევრი სისტემები არ არის, რომელიც ჩვენთვის პერსპექტივაში ხელმისაწვდომი იქნება. ბოლო წლებში საინტერესო არის ის, რომ თურქეთი მუშაობს სისტემაზე, რომელიც ერთ-ერთი კომპონენტი არის ჰისარის სისტემა, საშუალო ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტებით არის შორმანძილზე მოქმედი რაკეტებითაც, მაგრამ ბოლომდე დახვეწილი არ არის ეს სისტემა, არ არის ბოლომდე მიყვანილი, თუმცა პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია რომ ჩავერთოთ ამ სისტემაშიც, მაგრამ ეს არის აი სტრატეგიული დონის გადაწყვეტილება არის რა. ეს არ არის ისეთი თემა, როგორც არის ტყვეაზე ავტომატების შესყიდვა, რაღაცა ყუმბალტყუცნის შესყიდვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, რომელზეც არის დამოკიდებული შემდგომი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ასეულობით მილიონის ხარჯვა თავდაცვის ბიუჯეტიდან. ამიტომ ამის დაგეგმარება როდესაც ხდება ძალიან წინ ხდება გათვალისწინება, ვინ არის შენი ახლანდელი და პერსპექტიული პოლიტიკური მოკავშირე რა. ამ კუთხით ისევ და ისევ შეერთებული შტატების მიმართულება არის ჩვენთვის უფრო საინტერესო. აქ უნდა იქნას გათვალისწინებული ასევე ის კონკრეტული რაკეტები, რომელიც ამ სისტემაში შედის, მისი წარმადობა პერსპექტივაში როგორი იქნება, მისი წარმადობა არის თუ არა დივერსიფიცირებული მისი წარმოებელი კომპანიის მიერ იმ კონკრეტულ სახელმწიფოში პერსპექტივაში წარმადობის გაზრდის როგორი მაჩვენებლები არის თუ არა რაღაც რისკები, რომ ამ რაკეტების მოწოდება შეგიზღუდონ, დაგჭეს სისტემა, მაგრამ რაკეტების მოწოდება შეგიზღუდონ და ბევრი ნიუანსი. ამიტომ მაგ დეტალებში ვარ შევიდეთ და აი მაყურებელს რომელიც ნაკლებად არის მაგ ყველაფერში გაცნობიერებული, ვინც იცის, აი მისთვის გასაგები რაღაცა რო ვთქვა, ან შესაძლებელია საქართველოს ცაზე ოქროს გუმბათის გაკეთება. არა, ოქროს თუ რკინის გუმბათი ხო უყურე? ოქროს საჰაერო თავდაცვის სისტემა 100%-იან დაცულობას არც ერთ ქვეყანაში არ უზრუნველყოფს. 60%-იანი მაჩვენებელიც რომ მიაღწიო, ეს არის აი უსერიოზულესი მაჩვენებელი მოკლედ რა. არ უნდა ვფიქრობდე შენ იმას, რომ აი საჰაერო თავდაცვის სისტემები მაქვს რაღაცა და მოწინააღმდეგის ავიაცია ან რაკეტები ვეღარ დამარტყავს. ეს ყველაფერი არის შედარებითი, ყველაფერი განადგურებულია განსაკუთრებით, როდესაც ომი ხანგრძლივია და ჩვენს პირობებში, ჩვენი სახელმწიფოს პირობებში გეოგრაფიული მოცემულობა და რესურსები ისეთი გვაქვს, რომ თეორიაშიც კი რაღაცა კვირების შემდეგ ჩვენი მაქსიმუმი ალბათ ისევ და ისევ იქნება რუსეთთან ომის შემთხვევაში იქნება სტრელა, იგლა და სტინგერი, თუ გექნა ისიც სტინგერი, პოლონური გრომი, იმიტომ რომ შორმანძილზე მოქმედი სისტემები, დიდი სისტემები, აი პეტრიოტი რო გქონდეს ხო, სიტყვაზე ვერ გვექნება ისეთი რაოდენობით, რომ რაღაცა თვეები გაძლოს რა. პირველი რამდენიმე დღე კი ჩამოყრის რაღაცებს, მაგრამ ტერიტორია იმდენად პატარა გვაქვს ჩვენ.
რომ თეორიაში შეუძლებელია რომ რუსულმა სადაზვერვო სისტემებმა, განსაკუთრებით რადიოელექტრონული დაზვერვის, რადიოტექნიკური დაზვერვის სისტემებმა არ ამოგიგდონ მაგ-შენის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების არეალები რა. პირველ დღეს თუ ვერ ამოაგდებენ ამ პირველი ერთი კვირა თუ გაქაჩავს, მეორე კვირა, მესამე კვირა, თუ ხანგრძლივობს თუ აწარმოებ რა. საუბარი მაქვს იმაზე, რომ აი ყველა სხვა გვარეობა და სახეობა იბრძვის, დანაკარგები ფაქტიურად არ აქვს, ვაგრძელებთ ომს და აი საჰაერო თავდაცვას აქვს მარტო პრობლემა და პრობლემა მარტო ის არის ჩვენი ის, რომ გადარჩეს საჰაერო თავდაცვის სისტემები. აქაც განადგურებადი არის ყველაფერი. უკრაინა რო უკრაინა არის, სადაც უდიდესი ფართობებია და ეს პეტრიოტის სისტემები შეიძლება ზურგში დააყენო რეალურად ტაქტიკურ სიღრმეებში და ოპერატიულ სიღრმეებში დააყენო, იქაც ნადგურდება და განადგურდა ეს სისტემები. მით უმეტეს ჩვენთან, როდესაც თაგორიან რელიეფი არის, ანუ ყველგან ვერ აიყვან ამ პეტრიოტის ბატარეას, ყველგან ვერ გაშლი რაღაც მთის წვერზე ვერ აიყვან და ვერ გაშლი რა. დაბლობზე უნდა ქონდეს გაშლილი და აქაც რა თქმა უნდა მუშაობის დროს რადიოელექტრონული გამოსხივება აქვს, ელექტრომაგნიტური გამოსხივება ყველაფერი აღმოჩნდა, არა მხოლოდ პეტრიოტი, არამედ ახლო მანძილზე მოქმედი ბუკების და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი არის დროში გაწელილი. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული არის, რომ გქონდეს დიდი რაოდენობით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. აქაც სწორება იგლაზე და სტრელაზე, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. სტრელა საერთოდ დაივიწყეთ წასულია სტრელას თემა. დიდი ხნის წინამორბედო შეერაღებაში იგივე წარმოებმა რუსეთმა იგლას ბოლო მოდიფიკაცია იგლა S-ი რო არის, ეგეც უკვე მოძველებულად ითვლება რუსეთში და ვერბას ტიპის სისტემები აქვს უკვე შეერაღებაში. ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ან პოლონური პერუნი, გრომის ღრმად მოდერნიზებული ვარიაცია, რომელიც თავის მხრივ იგლას მოდერნიზებული ვარიანტი არის, პოლონური პერუნები, ან ისინი ამერიკული სტინგერები თავისთავად. ამერიკული სტინგერი ეხლა რაოდენობის ამბავშია, მოწოდები არ შეძლონ დიდი რაოდენობის, სტინგერი უფრო პერსპექტიული არის. კაი, გადასატანს რომ ასევე საზენიტო артиლერია თაგორიან რელიეფზე განსაკუთრებით ეფექტური, იმიტომ რომ ჩასაფრებები შეიძლება მოაწყოს შენ ხეობებში საზენიტო артиლერიით. ამ კუთხით ZU-23 საკმაოდ სერიოზული სისტემა არის ჩვენ პირობებში, იმიტომ რომ მანძილები მოკლე არის ხეობებში განსაკუთრებით და ჩასაფრებებით ZU-23-ით ეფექტურად შეიძლება შენ დააზიანო ვერტფრენები, რაც ჩვენთვის არის ძალიან დიდი საფრთხე, იმიტომ რომ ახლა შენს მაყურებელს არ შეეშინდეს, მაგრამ მაგალითად რუსულ დამტყმელ ვერტფრენებს ხეობების გაყოლებით შეუძლიათ თბილისამდე ისე მოფრინდნენ, რომ ვერაფერმა ვერ დააფიქსიროს. უკრაინაში ამას ვერ იზავენ, იმიტომ რომ გაშლილი ფართობია და იქ ვერტფრენების აღმოჩენა, რაც არ უნდა დაბალ სიმაღლეზე მოფრინავდეს, შესაძლებელი არის მაინც რა. შესაბამისად, ვერტფრენები ბევრად უფრო ეფექტურია, შეუდარებლად უფრო ეფექტურია მთაგორიან რელიეფზე. მაგრამ ეგ დამუშავებადი არის მოწინააღმდეგე სამოქმედო გეგმის მიხედვით და ასე რომ ეს არ არის ახლა. კლადრად მართლა რო არ შეეშინდეს, სადაც არ კონტროლდება, იქ უფრო მეტრი კონტროლია. მოკლედ არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ეს საჰაერო სისტემები შევაჯამოთ და მე რებებთან შევეხოთ. უბრალოდ რა მაინტერესებს პოტენციურზე საუბარი გასაგებია, აინტერესებდა ხალხს და ისე ვთქვათ, რა გვაქვს, რაც გვაქვს როგორ გვიცავს. რა ვიცი, სერიოზული არაფერი გვაქვს რა. სერიოზულად არაფერი გვიცავს. სერიოზული ვერც გექნება ახლა ასეთი ეკონომიკა. მეზარბაზნები არის. ასეთი შესაძლებლობით. არა, მეზარბაზნები ყავს. საკმაოდ ბევრი, მაგრამ როგორ თემა არის, იცი? ბევრად მეტი გვჭირდება რა. რა გვაქვს ახლა? მოდი ვილაპარაკებ იმაზე, რაც რა თქმა უნდა, ღია ინფორმაცია რაც არის. ახლა ყველაზე ისეთი სერიოზული სისტემა რაც გქონდა, იყო 2008 წლის ომამდე ნაყედი, 2007 წელს ნაყედი ბუკ-1 ტიპის სისტემები. უკრაინაში კიდევ ეგენი 3 ბატარეა იყო, ნუ იდეაში ერთი დივიზიონი დაუძახოთ, 3 ბატარეა. აქედან 2 ბატარეამ თუ არ ვთქვი, მიიღო 2 ბატარეა იყო, მიიღო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ბუკ-1-ით იქნა ჩამოგდებული ზუსტად სტრატეგიული ბომბდამშვენი Tu-22-იც. ქონდა ასევე შეერაღებაში და გვაქვს ეს ებრაული სპაიდერის სისტემა, სპაიდერის პირველადი მოდიფიკაციის სახით, რომელსაც ადამსებს ეძახიან შესტუმით ჯარში ბევრი რა, ADMS-ის სისტემა. ეს უბრალოდ აბრევიატურა ამ ტიპის სისტემების. სპაიდერის სისტემა Python 4-ის რაკეტებით ბევრჯერ უნახია, ხო? მოსახლეობას თავისუფლების მოედანზე 26 მაისს ეს ახლო მანძილზე მოქმედი სისტემა არის. ეს Python 4 არის higher კლასის რაკეტა, რომელიც ამერიკული Sidewinder ტიპის რაკეტის ებრაული კონფიგურაცია არის ასევე Python 5 ტიპის რაკეტებით შედარებით ახალი, ამის გამოყენებაც შეუძლია სპაიდერებს, თუმცა რაოდენობა ისევ და ისევ ვიტყვი, რომ არ არის ისეთი დიდი, ახლა არ არის ეს რაღაცა ისეთი ინფორმაცია, დიდი რაოდენობა ვერც გიქნება რა ამ სისტემების,
ასევე გვაქვს შედარებით ისეთი რაც არის, ხო? OSAKM-ის ტიპის სისტემი, რაც ასევე 2008 წლის მომამდე იქნა ნაყიდი. OSAKM არის რადიომართვადი რაკეტებს იყენებს, საბჭოთა სისტემა არის და ვერ ვიტყვი რომ კაი სისტემა არის, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საბჭოთა სისტემაა საჰაერო თავდაცვის სისტემების შორის OSAKM-ები და შეიძლება ითქვას რომ შეცდომაც იყო რაღაცა კუთხით მაგერების ყიდვა თავის დროს, მაგრამ ნუ არის და ამ რადიომართვადი რაკეტებით შეუძლია დრონების ჩამოყრა განსაკუთრებით. სუსტი სისტემაა OSAKM, როდესაც საუბარი არის, როდესაც მისი სამიზნე არის 25 SM-ი ან მოდერნიზებული 24 M-ი ან განსაკუთრებით 34, რომლებსაც საბორტე ჩამშობინებს სისტემები უყენია, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია OSAKM-ის რადიომართვის არხის რადიომართვადი რაკეტის მართვის არხის ერთარხიანი მართვის სისტემა გამოს ჩახშობა, მაგრამ როდესაც საუბარი არის დრონზე, რომელიც შედარებით შეიძლება იყოს აი დიდი ზომის დრონი, აი შაჰიდის მსგავსი დრონი, გერანის ტიპის დრონი, ესეთი ტიპის დრონების ჩამოყრა შეუძლია, იმიტომ რომ მათ შორის შეუძლია როგორც რადიოლოკაციურ სადგურის დაფიქსირება რაღაც დონეზე, ასევე შეუძლია შა-28 ტიპის ოპტიკური სატელევიზიო ესეთი ოპტიკური სისტემა აქვს, რომელიც რადარის თავზე დგას მოკლედ და ბუგსაც უყენია სათავშორის ეს სისტემა, უნიფიცირებული სისტემა, ბუგზეც არის, ტორზეც არის და პანცირსაც უყენია და ოსაცაც უყენია, მაგის შეუძლია შორმანძილებზე ჩაიჭიროს დრონები ოპტიკური ვიზირით და გამიჯნოს რაკეტა ოპტიკური ვიზირით, რაკეტა რადიომართვადი არის და შესაბამისად შეუძლია ჩამოაგდოს ისეთი სამიზნე, რომელსაც რადიოლოკაციურ სადგურზე ვერ ხედავს რა, ანუ სატელევიზიო ვიზირით. OSAS სისტემა გამოდგება იდეაში დრონების ჩამოსაგდებად და გვაქვს ასევე გადასატანის აზენტო სარაკეტო სისტემები, სტრელებიც არის, ძველი საბჭოთა სტრელები, იგლებიც უნდა იყოს შემორჩენილი. ასევე 2008 წლის ომამდე ნაყიდი გრომის სისტემები, პოლონური გრომები, იგლას კლონები და სხვათა შორის შარშან იყო ოფიციალური ინფორმაცია ამაზე, შარშან თუ შარშანზე, მე მგონი შარშან ინფორმაცია, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია იყო, რომ პოლონურ მხარესთან აი ამ გადასატანის აზენტო სისტემების შესყიდვაზე ახალი ხელშეკრულება იქნა დადებული, ეხ გრომების ყიდვას აპირებდნენ თუ პერუნების, ეს არ არის რა თქმა უნდა. აი ეს ყველა თემა დეტალურად განსახილველად შენ არხზე ხალხს აინტერესებს. ხო, ძალიან დიდი თემა არის, ძალიან დიდი და ესე მოკლედ. მოდი ერთ კითხვას დაგისვა მაგ სანამ უშუალოდ გადავალ. უკრაინაში ალბათ ყველას გვინახავს, რომ ავტომატებით ცდილობენ ხოლმე შეჰედების ჩამოგდებას. რამდენად რეალისტურია თუ უბრალოდ სხვა გზა რო არა გაქვს? საბჭოთა დარიგებაში, საცეცხლე დარიგება რაც არის, აი წიგნები რო არის, კალაშნიკოვის ავტომატებისთვის, პეკასთვის, SVD-სთვისაც, აი თორნიკეს ექნება ნანახი. იქ არის 1 2 3 გვერდი არის იმაზე, როგორ ვებრძოლოთ საჰაერო მიზნებს და პირდაპირ ნახატები როგორ უნდა დაწვე მაგალითად ზურგზე უნდა დაწვე, ფეხების ზემოთ უნდა აწიო, ფეხებზე შემოიდო PK ან SVD და ისე ესროლო საჰაერო მიზნებს. რეგ თუ ამოვიღეთ ეგეც. მოკლედ ცოტა უცნაური პოზა არის სოლის. რა თქმა უნდა ეგრე არის ვიან, მაგრამ მოკლედ ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევიდან რა თქმა უნდა საჰაერო მიზნებზე შეიძლება სრულად ჩამოგდებადიც არის და ჩამოუგდიათ კიდეც, მაგრამ გააჩნია რა ტიპის დრონი არის და რა სიმაღლეზე დაფრინავს. შედარებით დაბალ სიმაღლეზე თუ დაფრინავს და თვალით კარგად ჩანს, პეკატი ჩამოხსნი დრონს რა, თუ კარგად იცის და მაგრამ რა თქმა უნდა საზეიმტო артиლერია უფრო ეფექტური არის ხო დრონების წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც საუბარია FPV დრონებზე, უნდა ვთქვა რა, FPV დრონების წინააღმდეგ ბევრად ეფექტურად მუშაობს 12 კალიბრიანი საფანტის თოფები რა, პომპები, საფანტის თოფები, უკრაინელებმა მაგალითად უსკონის თოფები იყიდეს 12 კალიბრიანი სანადირო პომპები თურქეთიდან თვითონაც აწყობენ რაღაცებს და რუსებმა ჯარებში მაგალითად დაარიგეს ყველაზე უფრო გრძელულიანი მოდიფიკაცია საიგა 12-ების და სანგარში 10-ულზე ერთი ცალი აქვთ რა. შეიძლება რები, ხო, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები. რები კიდე უფრო გრძელი თემა არის და გიჩვენია რომ არ დავიწყო ამაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ ძალიან დიდი თემა არის. აი, მაშინ შევტანხმდეთ რომ სხვა დროს ცალკე არა, მოკლედ ვიტყვი რები მნიშვნელოვანი თემაა. მოკლედ ვიტყვი 1.5 საათიანი. კაი, ხუმრობა გვეყო, ესე იგი რების თემა, როგორი თემა არის? რები ითვლება დღესდღეობით ნომერ პირველ პრობლემად ბრძოლის ველზე დრონებისთვის, განსაკუთრებით FPV დრონებისთვის და უფრო დიდი დრონებისთვისაც კი რა. მაგრამ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების პირველად დანიშნულება მოყოლებული რუსეთ-იაპონიის ომიდან პირველად მან გამოიყენეს სხვათა შორის რადიოელექტრონული ბრძოლის დანიშნულებით მაღალი სიმძლავრის სიხშირეები რუსებმა რა. ეგ იყო პირველი ფაქტი ისტორიაში. რა თქმა უნდა, ეგ მიმართულება ჩვენს მოწინააღმდეგის არმიაში უსერიოზულადაც არის განვითარებული რუსეთში, იმიტომ რომ ჩვენსაში როგორ არის განვითარებული, მაგაზე ვერაფერს ვერ გიტყვი ახლა. არ არის ეგ სალაპარაკო თემა, თუმცა არ არის სულ დონეზე. არც 2008 წლის ომის დროს იყო ძირითადად დონეზე. საბჭოთა პერიოდში, მოდი აი მოკლედ ვიტყვი მაინც რა, ესეთი თემა არის და სხვა დროს თუ გინდა მთელი გადაცემა მაგაზე ვილაპარაკოთ.
საბჭოთა პერიოდში იყო ძალიან ბევრი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც რებ სისტემების მიმართულებით მუშაობდა და მაგის შედეგია ზუსტად ის, რომ დღევანდელ რუსულ არმიაში ძალიან მრავალფეროვანი არის, ალბათ აი 10-ჯერ უფრო მრავალფეროვანი სისტემები ყავთ შეერაღებაში, ვიდრე ამერიკის არმიაში არის რა, შედარება რომ გავაკეთოთ. ყველაზე ესეთი სისტემა, რომელიც დღესდღეობით პრობლემებს ქმნის ბრძოლის ველზე არის კრასუხა 4 სისტემა, ასევე კრასუხა 2-ს განსაკუთრებით კრასუხა 2 რების დანიშნულება რა არის? თანამედროვე რებ სისტემის აქ ორი ძირითადი დანიშნულება, ეს არის კომბინირებული არის ხოლმე ერთ მანქანაში, აი კრასუხას მანქანაშიც მაგალითად ბორისოგლევსკშიც, რომელიც ბრიგადის დონის მანქანაა რუსულ არმიაში. რადიოტექნიკური დაზვერვაც, ანუ შენი გამომსხივებლების აღმოჩენა დაწყებული რაციიდან დაწყებული დამთავრებული დიდი ზომის რადიოლოკატორით და მეორე ძირითადი ფუნქცია უკვე ამ ყველაფრის გადაფარვა ჩახშობა, განსაკუთრებით რადიოსადგურების ჩახშობა და ამ აღმოჩენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოსმენა ზოგიერთი რადიოსადგურების შემთხვევაში თუ მოსმენადი არის, ან თუ დაშიფრული არის, ზოგ შემთხვევაში დაშიფრულის გატეხვადია, ზოგიერთი ტიპის რადიოსადგურების შემთხვევაში არის ახლა სამოქალაქო ციფრული სადგურები, რომლებიც შიფრავენ, მაგრამ სამხედრო რებ სისტემებს შეუძლიათ მაგადი გატეხვა, იდეაში ტეხავენ მოსმენები და გადახშობა თავის მხრივ. აი კრასუხა მაგალითად ყველაფერს აკეთებს. რუსებს რა ყავთ ახლა ჩვენს ტერიტორიაზე და აინტერესებს ჩვენს მსმენელს. აფხაზეთში ყავთ ჟიწელის სისტემა, ესე იგი R330J ჟიწელი შეუძლიათ და Google-ონ და ამოართებს ინფორმაციას მაგაზე. ჟიწელი არის მანდატის სისტემის გაგრძელება, მანდატის საბჭოთა პერიოდში შექმნილი სისტემა არის და მოკლედ ძალიან დიდი ოჯახი არის რებ სისტემების, რომელიც ბევრ სხვადასხვა მანქანას მოიცავს. და ამ რებ სისტემის ოჯახის ბაზაზეა შექმნილი ასევე ბორისოგლევსკის სისტემაც, რომელიც ყავთ უკვე ცხინვალის რეგიონში. ბორისოგლევსკ 2 ბრიგადის დონის სისტემა არის. ცხინვალში ყავთ MTL-LB-ების ბაზაზე, იმიტომ რომ აქ მექანიზებული ბრიგადა დგას და აფხაზეთში ჟიწელის სისტემა ყავთ ზილების და ურალების ბაზაზე გაკეთებული. ორივე დაფიქსირებულია ვიდეოებზე მათი სწავლებები, რომ რეგიონებში ჩატარდა მათი სწავლებები და ძალიან ძლიერი გამომსხივებელი არის სხვათა შორის ბორისოგლევსკ 2 და მაგალითად ყველანაირი ტიპის რადიოსადგურის ჩახშობა შეუძლია, თუ კი რამე არსებობს მაგალითად საქართველოში, მათ შორის ჰარისის ჩახშობაც შეუძლია. ჰარის რო აქვს ჰოპინგ რეჟიმი და ხტუნავს ხო სიხშირეებზე დიდი სიჩქარით ხო წამის განმავლობაში, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ჩახშობა არ შეიძლება მაგისი რა, მოსმენა შეუძლებელი არის რეალურ სიტუაციაში და ჩახშობადი არის რა, განსაკუთრებით თანამედროვე რებ სისტემების პირობებში. შემდეგი კითხვა უკვე ეს თქვა შეჯიბრობითობის საკითხს ეხება და შენ როგორც ძალიან სუბიექტური და შენეცადე ცოტა უფრო დამოუკიდებელი ექსპერტული თვალით შეხედო, მე ვფიქრობ სამივე ძალიან სუბიექტურები ვიქნებით, მაგრამ მაინც დღესდღეობით ჩვენს რეგიონში საქართველოს შეერაღებიდან და საბრძოლო წოდიდან გამომდინარე რა პოზიცია გვიკავია. ნუ ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენ ჯარი მეზობელთან შედარებით რამდენად სრულწლიანია, თქვენი აზრით რა რეფორმა შეიძლება გატარდეს, ამაზე ბოლოს განვისაუბროთ და აზერბაიჯანზე რა სიტყვით. მოკლედ საქმე იმაშია, რომ ყველას ეს კითხვა მეც პირადად ხშირად მომისმენია, რომ აი ჩვენ ოღონდ რა თქმა უნდა გამოვრიცხავთ ნატოს თურქეთს და რუსეთს, რუსეთი მარტო პირდაპირ გავცეთ პირველი კითხვას, რომს გავითვალისწინოთ დავუშვათ ნატოს წევრი თურქეთი და რუსეთი, მეხუთე ადგილზე ვართ, ჩემი პირდაპირ პასუხი ეს იქნება და თუ მათ გამოვრიცხავთ, იმ ორის შემდეგ მესამე ალბათ. იმიტომ რომ უკვე ექსპერტი ეგრეთ წოდებული. აი, სანამ გავჩენს პასუხს რეალურად. მაგ თემაში აი ხლა ცოცხალი ძალის მომზადების კუთხით შენ ბევრად დიდი ექსპერტი ხარ ჩემთან შედარებით. მოდი არა, მართლა შეიარაღებაზე რომ ვილაპარაკოთ თანამედროვე ომს შეიარაღება იგებს დროს თუნდაც აზერებთან, სომხებთან, ხო? პირადი მომზადების დონე არ საუბრობ так თქვათ მატერიალურ ტექნიკურ ბაზისზე, ხო, რაც რომელსაც გაგვაჩნია. წმინდა საბრძოლო მოქმედებების წარმოება, მომზადება, ტაქტიკა ეგ ყველაფერი გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ მქონდა სამშვიდობო მისიებიდან თუ სხვა გარე მისიებიდან მიღებული გამოცდილება, რომელიც მანამდე, ანუ გამოცდილება იქ მარტო ხო არ ხდება, გამოცდილების მიღება მანამდე წრფნები არის, მომზადების პერიოდი არის, შემდეგ ამის ანალიზი დამუშავება და ჩვენს რეალობაზე მორგება. შემდეგ მქონდა 1, 2, 3 ომი მქონდა, რამაც რაღაც გარკვეული გამოცდილება დაგვიტოვა. აქედან გამომდინარე და ჩვენი ხასიათთა მებრძოლის სულიდან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ხმა გქონდა და გვაქვს ამ რეგიონში.
ხო, გამოვრიცხოთ თურქეთი და რუსეთი ამ შემთხვევაში, რუსეთთან მქონდა და იმ ძალებზე, რომელიც ჩვენს მხარეს იყო გადმოსროლილი, საკადრის პასუხი მივიღეთ კიდეც და გავეცით კიდეც. რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ მეზობლებს, რომლებიცაც არ ქონიათ ასეთი ტიპის დიდი გამოცდილება, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთთავსებადი ყოფილიყო დაუშვათ იმ განვითარებულ დასავლურ ძალებთან, რაც მუდმივად ყოველთვის იწურთნება. მე ვიძახი, აი, ძალიან ზედაპირულად ვიძახი რა ამას ტექნოლოგიურად არ ვაყოლებ ამ ყველაფერს. პირადი შემადგენლობით, აი, რაღაცა დოქტრინებით და ასე შემდეგ. და პატარა სწავლებებით, მოკლედ, მაგ მხრივ ჩვენ რაღაც გარკვეულ პერიოდი, რა თქმა უნდა, შეიძლება აი რაღაც ერთ-ერთზე რო ავიღოთ, შეიძლება აი ქვედანაყოფს რო შევაჯიბროთ, რაღაც სიმულაციებით, შეიძლება რაღაც სერიოზული პასუხი გავცეთ თავშოთ ერთთან მეორეს, მაგრამ დღეს გამომდინარე იქედან რომ პირადი შემადგენლობა, დაფინანსება, ყურადღება, ბიუჯეტი, ანუ ამ მხრივ ეხა პირველი რა თქმა უნდა აზერბაიჯანი შეიძლება ვახსენოთ და პასუხი ჩემთვის აშკარა არის, ეხა არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ აზერბაიჯანის თან შედარებით არ ვართ, არც პირსწორ არ ვართ ამ მხრივ თანასწორები და სომხეთთან კიდევ კითხვის ნიშნებია ბევრი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ მოქმედებებმა ბევრი რამე გვაჩვენა, როგორც წინა პერიოდში რა ომებიც ჰქონდათ და რა კონფლიქტებიც ჰქონდათ. ასე რომ ფიქრობ, რომ წინ ვართ ერთ მეზობელთან, მეორესთან კითხვის ნიშნებია ბევრი, დანარჩენთან არ ვცვავ მკითხავს. როგორ არის, აი ინსტიტუციონალური მაგდონელზე რო ვილაპარაკოთ ჩვენ ბევრად წინ ვართ, ამათ იგივე თავდაცვის აი თუნდაც თავდაცვის სამოქალაქო მიმართულება, თავდაცვის სამინისტროს მიმართულება, იგივე შეიარაღებული ძალების ზოგადად მოწყობა როგორი გვაქვს და რამდენად თავსებადი არის იგივე დასავლურ სისტემასთან, ხო? მაგრამ ომს ეგ არ იგებს რა, ეგ ბევრს გონია ხოლმე რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი იგებს ომს და რა ვიცი, მე ეგენი არ მგონია ამხრივებით იბინონ, მაგათ ომის დროს ომს რაც იგებს, ეგ არის რა რაოდენობით გამართული სამხედრო ტექნიკა გიყენია ბოქსებში და რა დონეზე არის შევსებული ბრიგადები პირადი შემადგენლობი და იმ პირად შემადგენლობაში რა რაოდენობას აქვს რეალური საბრძოლო გამოცდილება, თუნდაც ინდივიდუალური და 20-ული, 100-ლის დონეზე, იგივე აი ავღანეთში, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში რაღაცა სრულმასშტაბიანი ისეთი ომი არ მიდიოდა, როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, ან ახლოსაც არის ომაგასთან, ხო? უფრო რაღაც ანტიპარტიზანული ტაქტიკით მიდიოდა ბრძოლა, ხო იქ. ესე იგი, თანამედროვე ომი არის ტექნოლოგიური ომი, ხო, მაღალ ტექნოლოგიური ომი. ერთი ასეული, აი ჩვენი საუკეთესო ერთი ასეული რო ავიღოთ, რომელიმე აი პირველი ბრიგადის, რომელიმე ბატალიონის ერთი ასეული რო ავიღოთ რა, სხვა ბრიგადას არ ეწყინოს ხა. მოკლედ და შევაჯიბროთ რაღაცა ტიპის სწავლებაში აზერბაიჯანის საუკეთესო რომელიმე ბრიგადის, რომელიმე საუკეთესო ასეულს, ხო? ჩვენ დიდი ალბათობით აჯობებს რა. დიდი ალბათობით კი არა და აჯობებს. მაგრამ არც ისინი არ არიან რაღაცა ძალიან ისე დონეზე, იმიტომ რომ ბოლო ციცლის აჯობებს თუ კი თანაბარ შეერაღებას მივცემთ. თანაბარ შეერაღები თანაბარ პირობებში, მაგრამ თუ ავიღებთ აზერბაიჯანული მექანიზებული ბრიგადა რო ავიღო და რაღაცა სიმულაციურ სწავლებაში თუნდაც დავატაკოთ, ჩვენ რაღაცა მეოთხე ბრიგადას შევაჯიბროთ რა. ან თეორიულად რო ავიღო და შევადაროთ იმ ბრიგადის საერთო საცეცხლე ზალა, რა მანძილზე მუშაობს, ავტონომიურობა რამდენი აქვს, ბრიგადა როგორ არის ტექნიკით გადავსებული, იმ ტექნიკის ერთეულებს როგორი საცეცხლე ზალა აქვს, ქვეითი ათეული, იმ კონკრეტული ათეულების, მექანიზებული ათეულების შეიარაღებაში რა რაოდენობის ყუმბარდყორცნები აქვს, თუნდაც ერთჯერადი. ის ერთჯერადი ყუმბარდყორცნები, რომელი ყუმბარდყორცნები არის აი 1000 უამრავი, აი 10000-ობით დეტალი დაგროვდება, რომელიც საერთო ჯამში გაძლევს საერთო საბრძოლო პოტენციალს. 20-ეულის და 100-ეულის დონეზე რო ჯობი ხარ, ან თუნდაც რაღაცა საუკეთესო ბატალიონი, იმათ საუკეთესო ბატალიონს რო ჯობია, ეს არ ნიშნავს, რომ შენი არმია იმას ჯობია რა. თეორიულად შეგვიძლია. ბრიგადების დონეზე და ოპერატიული ან საარმიო გაერთიანებების დონეზე, ხა აზერბაიჯანში არის საარმიო გაერთიანებები, ჩვენთან არის ოპერატიული დაჯგუფებები, ხო? აზერბაიჯანის რომელიმე საარმიო გაერთიანების საერთო საბრძოლო პოტენციალი რომ შევადაროთ ჩვენი თუნდაც აუდის საერთო საბრძოლო პოტენციალს. თუნდაც მის დაქვემდებარებაში მყოფი სარაკეტო სისტემების საცეცხლე ძალით. იგივე აზერბაიჯანს ყავს უამრავი რაოდენობის სმერჩი ყავს. უამრავი რაოდენობის ბალისტიკური რაკეტა აქვს, ტოჩკები ყავს აზერბაიჯანს, მაგალითად იგივე ისრაელის წარმოების ბევრად უფრო ძლიერი ლორას ტიპის ბალისტიკური რაკეტები აქვს, რომელიცაც მაგალითად უკვე
ომი რო არ დასრულებულიყო, ერევანში აპირებდა რაღაცა მიზნების დაბომბვას, მაგალითად მოწინააღმდეგის ტერიტორიას სრულად ფარავს. ჩვენს ტერიტორიასაც ფაქტობრივად სრულად ფარავს აზერბაიჯანის საკუთარი სარაკეტო სისტემებით, იგივე ლორას სისტემებით. აქვს ისრაელის ლინქსის სისტემები საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვს დამარაგებული საბრძოლო მასალები. იგივე 25 ტიპის თვითმფრინავები ლამის ბოლო დონემდე ყავთ მოდერნიზებული და შეუძლიათ უფრო მეტიც ყავთ და შეუძლიათ ასევე პლანირებადი და კორექტირებადი ბომბების ჩამოყრა, მართვადი ბომბების ჩამოყრა. იგივე იმ რეაქტიულ არტილერიაში აქვს ზუსტი დამიზნების რაკეტა ექსტრა, რომელიც ანალოგი არის ამერიკული GMLRS-ის იგივე. და აი ესეთი რაღაც აწარმოებენ საავიაციო, ზუსტი დამიზნების საავიაციო ბომბებს აწარმოებენ დაახლოებით 12 დასახელების სხვადასხვა მანძილზე მოქმედ კამიკაძე დრონებს. აი ჩვენ რომელი გვაქვს მაქედან. და ძალიან დიდი რესურსი აქვს, მე მგონია რომ დროიდან გამომდინარე. ცოცხალ ძალაში დიდი რესურსი. ხო, დროიდან გამომდინარე ავწდებით იმ ჩვენი მეგობრის გამოგზავნილ თემას, რომელიც ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის და კარგად დაწერილი იყო. თუმცა აი აზერბაიჯანი ზუსტად მანდ მიდის, რომ ანუ ამ დრონების ხრივ 16-ში და შემდეგ უკვე ბოლო კონფლიქტებში სერიოზულად გამოიყენა უკვე მე ვიდეოებსაც რო ვუყურებდი რაც ვრცელდებოდა უკვე აი რაღაც ვიდეოებში აზერბაიჯანელები იღადავებოდნენ უკვე დრონებით შემადგენლობას. დრონებს იყენებდნენ იმ სომხეთის სრულ ოპერატიულ სიღრმეში, ანუ იმ სიღრმეში სადაც იყო განლაგებული სომხურის კადები, ოპერატიული დონის მართვის ცენტრები, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, S300-ები და ძალიან თავისუფლები იყვნენ. ანუ წარმოიდგინე ერთ-ერთი ვიდეო სავარაუდოდ ნანახი ექნებათ ერთი დრონით ძალიან წარუმატებელი იყო ჩამოქვეით და მე მგონი კამაზით გადაადგილდებოდნენ ჩამოქვეით და პირადი შემადგენლობა და გაიფანტა. მერე სავარაუდოდ და მეორე დრონი ამას უყურებს რა. სავარაუდოდ უკვე კავშირი აღდგა ერთმანეთში და იწყეს შეგროვება და ეს დრონი მანამდე იყო უხილავი და ელოდებოდა სანამ დაახლოებით მე-12 კაცი ანუ ყველა სანამ არ შეაგროვ რომელიც გაექცა მანამდე არ დაეცხა თავს და 12-ვე სავარაუდოდ შემდეგ განადგურდა. რეალურად იგუმი აზერბაიჯანმა მოიგო ზუსტი დამიზნების ზუსტი საბრძოლო მასალებით, რეაქტიული არტილერიის ზუსტი საბრძოლო მასალებით, კამიკაძე დრონებით და აი იმ ბაირაქტარებით, რომლებიც პრაქტიკულად რომელიც არ ქონდა მოწინააღმდეგე მხარეს დაუსჯელად მოქმედებდნენ და სომხური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ვერ ყრდნენ ამ ბაირაქტარებს, ჯერ თუნდაც იმიტომ იყო მოძველებული სისტემები და ეს ბაირაქტარის რადიოამრეკლი ზედაპირი არის 0.01 მეტრი. ძალიან მინიმალური მაჩვენებელი არის და არ შეეძლოთ რა, ძალიან ურთულესი იყო მაგისი ჩამოგდება. სომხეთს რაც შეეხება, ძალიან დეტალებში რო არ წავიდე, ხო? სომხეთს მაგალითად აქვს უკვე შესყიდული 200 ერთეულამდე, 210 ერთეულზე დადის მთლიანობაში, 155 მმ-იანი არტილერია, ლულიანი არტილერია. ამ კუთხით აზერბაიჯანსაც ჯობნის ხარისხში, იმიტომ რომ ომის მერე ძალიან დიდი რაოდენობით თანხები ჩაიდო. პლუს რეაქტიული არტილერიის კუთხით დიდი რაოდენობით იყიდეს პინაკას სისტემები ინდოეთიდან იყიდეს აკაშის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, კამიკაძე დრონები იყიდეს, ინდოეთიდან მოკლედ რამდენიმე მილიარდის შეიარაღება იყიდეს და მარტო ეს შეიარაღება რაც ინდოეთიდან იყიდეს, საერთო საბრძოლო პოტენციალი ამ შეიარაღების ისეთი არის, რომ გადაწონის ჩვენი შეიარაღებული ძალების საერთო საცეცხლის ძალას. მართლობის პრობლემა დამეთანხმებით ალბათ 2016 წელს როცა შეხედე რომ შეენს ანუ კონფლიქტში აზერბაიჯანთან კონფლიქტში გაქვს სერიოზული პრობლემები ჰაერზე, ანუ ეხლა არ უნდა ყიდულობდე ამ ყველაფერს რა. მანამდე სადაზორო ინფორმაციით შეგეძლო ეს ყველაფერი დაგელაგებინა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც კონფლიქტი გაიყინა და არ არის გადაწყვეტილი, რა თქმა უნდა, მაშინ უნდა იყიდა ეს ყველაფერი და არ გაუმარტივდებოდა ნამდვილად აზერბაიჯანს ამ ყველაფრის აი ეს ღადაობები აღარ ექნებოდა რა ესე. სხვათა შორის ეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსიც ბევრად უფრო ამოიქუქა სომხეთში ომის მერე, მანამდეც ომი აჯანს არის იყო ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ ეხლა ძალიან სერიოზულ დონეზე არიან განსაკუთრებით დრონების კუთხით. და გადავიდეთ ბოლო თემაზე, ასე ვთქვათ, ტანკები. ტანკებიც რომ განიხილოთ, კაორი ახსენეთ, სომხეთიც იყო დაინტერესებული ამასოსო, კიდე ერთი კითხვა სატანკო შეიარაღებაზე მის პერსპექტივებზე ისაუბრეთო და აქაც ასე ვთქვათ, ჩვენ რა გვაქვს მაგ პრიზმაში ვისაუბროთ. ჩვენ შეიარაღებაში ახლა რაც არის მოდი დავიწყოთ იმითი, ძირითადად ჩვენი ტანკი რაც არის T-72-ები, T-72-ის რამდენიმე მოდიფიკაცია ყავს. ყავს ასევე აფხაზის ომიდან შემორჩენილი ჯერ კიდე იმ პერიოდიდან შემორჩენილი T-55-ები, რომელიც სასწავლო მიზნებით გამოიყენება, საბრძოლო დანიშნულებით აღარ გამოიყენება დიდი ხანია, ჯერ კიდე მოყოლებული 2008 წლის გაზაფხულიდან
მთლიანად T-72-ებზე გადაეწყო. T-72-ები ყავს თავდაცვის სამინისტროს ყავს T-72-ები 1995 წლიდან. მაგ პერიოდში ახალქალაქიდან გადმოგვეცა 31 ერთეული. T-72-B-ები და T-72-B-1-ები. 2004 წლამდე, 2005 წლამდე თავდაცვის სამინისტროს ყავდა ესე იგი 2004 წლის იანვრის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროს ყავდა 90 ტანკი ზუსტად. Am 90 ტანკიდან არაფერი საიდუმლო ეხლა ეს აღარა დიდი რო გავიდო მაგის მერე am 90 ტანკიდან 31 იყო T-72 ახალქალაქიდან გადმოცემული. ასევე ყავდა რამდენიმე ტანკი, სადაც 10-ზე მეტი ტანკი ძალიან მცირე რაოდენობა შინაგანი ჯარს რა. ეგეც T-55-ები და ყავდა 8 ცალი T-72 ასევე. შინაგანი ჯარი რო გაუქმდა და შეუერთდა თავდაცვას ჩამოყალიბდა მეოთხე ბრიგადა ტანკების რაოდენობა კი ავიდა ალბათ 40 ერთეულამდე T-72-ების, მაგრამ ეს არ იყო დიდი რაოდენობა, მაგრამ იყო სერიოზული ძალა იმ კუთხით, რომ ამ T-72-ებით მომზადდა ზუსტად მე-11 ბრიგადის შერეული ჯავშან-სატანკო ბატალიონი და ჩვენ T-72-ების ეკიპაჟების მომზადების დონე ძალიან მაღალი იყო სიტყვაზე სტანდარტული სომხური და აზერბაიჯანული T-72-ების ეკიპაჟის დონისა, იგივე აი ჯავშან ტექნიკის გამოყენების ტაქტიკის კუთხით რო ავიღოთ. თუმცა ტანკების ტექნიკური მონაცემები რო შევადაროთ, ერთ და იგივე იყო, იგივე მოდიფიკაციის ტეშკები ორივე შეყავდა რა. ესე იგი, უკვე 2005 წლიდან იწყება T-72-ების შესყიდვები 180 ერთეულზე მეტი, სადაც 180-ის ფარგლებში T-72 იქნა შეძენილი ჩეხეთსა და უკრაინაში, სხვა მოდიფიკაციებში, ჩეხეთიდან T-72-M-ები, უკრაინიდან T-72-B-ები იყო და T-72-AV-ები. ამ ტანკების ნაწილს ჩეხურ T-72-M-ებს სხვა მოდიფიკაციები არის, ჯავშანში არის გარკვეული სხვაობები, ცეცხლის მართვის სისტემებში, სხვადასხვა ოპტიკური სამიზნე ხელსაწყოები უყენიათ მეთაურთანაც და განსაკუთრებით სხვაობა არის მემიზნე ოპერატორის დამიზნების ხელსაწყოებში, ზოგს უყენია მაგალითად T-72-B-ებს აქვს მაგალითად მართვადი რაკეტის გაშვების ფუნქცია, ცეცხლის მართვის სისტემაში აქვს ერთი K-13 ტიპის სამიზნე კომპლექსი, მემიზნე ოპერატორის, ზოგს ეს არ აქვს და აქვს TPN-3 აქვს, ზოგს TPN-1 აქვს, მოკლედ ეს ძალიან შორს აგვიყვანს ახლა ამაზე ლაპარაკი. ჯავშანში არის გარკვეული სხვაობები ასევე, მაგალითად T-72-M-ებს რაც ჩეხეთიდან ჩამოვიდა, არ ქონდა დინამიური დაცვის ელემენტები და შემდეგში აქ დაუყენდა კონტაქტ-ერთები. T-72-AV-ებს და T-72-B-ებს და B-1-ებს ქონდა ქარხნულად დინამიკური დაცვის ელემენტები. შესაბამისად მათი ჯავშანი უფრო ძლიერი იყო კუმულაციური ჭრობის მოხვედრის შემთხვევაში. ესე იგი, ჩამოყვანის შემდეგ 2007-2008 წლებში ომამდე ტანკების გარკვეული ნაწილზე ჩატარდა მოდერნიზება T-72-ის SIM-1-ის პროგრამით. ეს იყო ისრაელის კომპანია Elbit System-თან ერთად გაკეთებული პროგრამა. თბილისის ტანკსარემონტო ქარხანაში ჩატარდა მოდერნიზაციის პროგრამა. მოდერნიზაცია არ შეხებია ჯავშანს, შეეხო ტანკის ცეცხლის მართვის სისტემას, ოპტიკურ სისტემებს, დაუყენდა ტანკს GPS-ი, ჩემი სხვისი სისტემა, მოცნობის სისტემა, შენ ტანკს ვერ გაარტყას. ცუდი ხილვადობის პირობებში დაუყენდა სითბოვიზორები, როგორც მძღოლ მექანიკოსთან დაყენდა, ასევე მემიზნე ოპერატორთან დაყენდა ერთი სითბოვიზორი, რომლიდან მიღებული გამოსახულებასაც მეთაურიც იღებდა და მძღოლ მექანიკოსის, დაყენდა ბალისტიკური გამომთვლელი, დაყენდა ბრძოლის ველის მართვის სისტემა მეთაურთან, ანუ მეთაურის კომანდირის მეთაურის მართვის პლანშეტი არის, მოკლედ, საიდანაც ბრძოლის სატანკო ქვედანაყოფის მართვა შეუძლია და თითოეული ტანკს შეუძლია მაგალითად სამეთაურო ტანკის ფუნქციაც კი შეასრულოს. რა თავისი პროგრამული უზრუნველყოფით ეს ყველაფერი. ეს TISAS-ის სისტემა იყო, რომელიც ისრაელის მიერ იყო შემუშავებული და სხვა ტანკებისთვის სხვა კონფიგურაციები იყო, მათ შორის T-72-ებისთვის. სხვათა შორის 2008 წლის ომის მერე აზერბაიჯანმა დადო ხელშეკრულება Elbit-თან და აზერბაიჯანულ ტანკებს ჩაუტარდა მოდერნიზება T-72 SIM-2 ასლანი. ეგეთი ის არის. ცოტათი უფრო მოდერნიზებული ვარიანტი არის ჩვენ SIM-თან შედარებით. ცეცხლის მართვის სისტემა იგივენაირი აქვს, უბრალოდ გარედან კოშკურაზე დამატებული აქვს ლაზერული დასვების აღმოჩენილი დეტექტორები, რაც ჩვენსაც არ აქვს რა. ესე იგი, ჩვენ T-72 SIM-1-ები ხო საცეცხლე საერთო საბრძოლო პოტენციალით ჯობნიდა იმ პერიოდში რუსეთის არმიაში არსებულ პრაქტიკულად ყველა T-72-ს. ნუ T-90-ების დონეზე მთლად ვერ იყო, მაგრამ T-72-ებს ჯობნიდა დაახლოებით ცეცხლის მართვის სისტემით იყო, როგორც არის დღესდღეობით T-72-B3, რომელიც ძირითად ტანკად მიიჩნევა რუსულ არმიაში რა. თუმცა
იმ დროს ცხინვალის რეგიონში T-90-ები და T-72 B3 იმპერიუსში არ იყო. T-72 BM იყო ყველაზე ძლიერი ტანკი, რაც იყო შემოყვანილი. და ბევრს T-90 ეგონა რა, ის ტანკია სამშვიდობოების ბაზასთან რო აგდია აფეთქებული ცნობილი სურათი რო არის T-72 BM კონტაქტ 5 ტიპის დინამიური დაცვის ელემენტებით რა. რაც შეეხება დღევანდელობას 65 ტანკი დავკარგეთ 2008 წლის ომში. ოფიციალური ინფორმაციით, სხვა მოდიფიკაციის T-72-ები ზოგი ბრძოლაში დაიკარგა, ზოგი წყობრიდან გამოსული წაიყვანეს გორის ბაზიდან, მცირე ნაწილი ასევე გაანადგურეს და წაიღეს სენაკის აეროდრომზე იყო დარჩენილი T-72-ები, საერთო ჯამში 65 ერთეული გამოვიდა რა. მაგრამ საკმაო რაოდენობა დარჩა T-72-ების და ძირითადი ტანკი არის ჩვენი ბრიგადების სატანკო ბატალიონებში რა. კაურზე გადავალთ. შენ კონი რა მიშე? კაური და შუაში აღონ ვერ მივხვდი, კაურზე დასვას კითხვა. აქ რა შეიძლება კონიან? ერთობლივ წვნებში მიგია მონაწილეობა ან ხარ შიგნით ან რა. არა, ესე ჯდომით როგორ ვდავა 2008-შიც საკმაოდ ახლოს მუშაობდნენ ჩვენთან და მე განლაგებაც რატო არ ვიცი ესე ახლოს რატო ვიყავით ტანკებთან, მაგრამ აი გადაკვეთები ქონია და პირადად მე ესე სატანკო ბატალიონი ცალკე არის, რომელსაც ცალკე წვრთნები აქვს, ცალკე ჯარისკაცები ყავთ და ასე ტანკისტებს ვეძახით ესე ვთქვათ. ჩვენ არა, მე ქვეითი ვარ. კაურსაც შეხება არა ის სწავლები წვრთნები ეს ხო თუ გახსოვთ ის რაღაცა ტანკი უნდა გადაგიაროს და აი ესენი კი რა თქმა უნდა ქვეითების და ტანკების შეთა ზოგადად აქვე ვიტყვი ცოტა უფრო მაღალ დონეზე რო ყოფილიყო ომამდე ტანკებისა და ქვეითების შეთანხმებული მოქმედება ქალაქში განსაკუთრებით რაღაც დანაკარგები შეიძლება არ მომხდარიყო იგივე ცხინვალში და იქეთაც და აქეთაც იქეთაც ხო ანუ ქვეითის მხარეზეც და ტანკების ძალიან ზოგადად ძალიან რთული თემა არის ანუ ტანკების და ქვეითების შეთანხმებული მოქმედება ჩვენ კი არა რა ვიცი დიდ ჯარებში არ არის ინდონეზია რამოდენიც იყოს და მით უმეტეს ეს 4 წლის შექმნილი შეიარაღებული ძალები რეალურად 4 წლის შექმნილი შეიარაღებული ძალები იყო და კაურს შეეხება უბრალოდ რა ტანკებზე ვილაპარაკეთ ზოგადად და კაურზიც ახსენეთ კაური საკმაოდ ძლიერი სამხრეთ კორეული ტანკი არის პანტერი მაგრამ არა საუკეთესო რა თქმა უნდა ტექნოლოგიურად ძალიან გავს ლეოპარდს გერმანული ლეოპარდს ხო იყო ინტერესი მაგრამ რეალურად ვისაც აინტერესებდა და ვინც ყიდულობს ახლა დიდი რაოდენობით არის პოლონეთი მოგონწინაზე ვილაპარაკე ბევრი 1000 ერთეულზე მეტს ყიდულობენ მათ შორის იქნება უმეტესი ნაწილი იქნება კაური PL პოლონური ცეცხლის მართვის სისტემით ფონეტის კავშირგაბმულობის სისტემით და ასე შემდეგ ძლიერი ტანკი არის თუმცა პოლონეთმა მხოლოდ იყიდა იმიტომ რომ დივერსიფიცირება მოახდინა აბრამსების რა ეხლა აბრამსების საჭირო საკმარისი რაოდენობით ამერიკამდე რაოდენობას არ აწვდიდა და არადა პოლონეთს ტანკები ბევრი უნდა რა იგივე ჰაიმარსები მაგალითად 500 ცალი უნდა პოლონეთს მაგრამ 500 ცალს ვერ აწვდის ამერიკა გამშვებზეა მხოლოდ ლაპარაკი რაკეტაზე არა და ჰაიმარსის ჩამონაცვლებლად ნახევარზე სამხრეთ კორეიდან იყიდეს ჩუნმოები. ჩუნმო არის ზაფხულ ცეცხლის რეაქტიული სისტემა, ფორბლებიანი ჰაიმარსის სამხრეთ კორეული ანალოგი დაუძახოთ, მაგრამ აქვს ორპოდიანი გამშვები აქვს. ორი პაკეტი იდება, როგორც M270 MLRS-ში და რაკეტებით თავისი აქვს, საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიური და შორმანძილზე მოქმედი რაკეტები აქვს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებიც და ჰომარ-კა დაარქვეს რა, ამ იმას რა ქვია, ჰომარ-კან კორეის ამბავში. ენციკლოპედია საიდან ეს კოდურად აქვს ჩაწერილი ეს ინფორმაცია. პოლონური კონფიგურაცია არის ჰომარ-კა და ძალიან ძლიერი სისტემაა თითქოს. პრინციპში ამ კითხვებით რაღაც ნაწილი დავფარეთ თანამედროვე შეერაღებული. აი ორი წუთი თუ გვაქვს კიდე შეგვიძლია არა გვაქვს. ერთი ის არის რა ქვია ძალიან გავრცელებულ ჭორზე გვეკითხებიან და მინდა რომ უპასუხოთ ამას ეს არის რომ ებრაელებმა კოდები გადაცეს რუსეთზე უპირველესია საუბარი. ხო წლები ამაზე ლაპარაკობს ყველა ის ხალხი ძირითადად ის ხალხი ლაპარაკობს და ამტკიცებს ამას ვინც დრონებზე არაფერი არ იცის რა. ეს ჭორი ანუ არ არის ეს ბევრს გავიგე საიდან ის ჭორი თუკის იმათზე აღარ მახსოვს რა პერიოდიდან მოდის მაგრამ მოდი მაგაზე აღარ დავყურებ იმიტომ რომ არ მინდა რაღაცა შემეშალოს ზუსტად ვინ თქვა პირველად აი არ მახსოვს მაგრამ ნუ გავრცელებული ის არის და ანუ რასთან კავშირში რა საიდან წამოვიდა საიდან ანუ ჩვენი ჰერმეს 450-ები ზერავდნენ აფხაზეთის ტერიტორიას ზღვიდან ოჩამჩირეს გუდაუთამდე დაფრინავდნენ სოხუმს და აგროვებდნენ ინფორმაციას იქ არსებულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე რა ხო და რამდენიმე ერთეული ჩამოგდებული იქნა მათ შორის ეს ცნობილი ვიდეო გემახსოვრება და
კარგი იქნება ჩასვი აქ ამ მომენტში. კი, თუ ეგ ვიდეოც არ არის. ვიდეოც ვეღარ უყურებ. არ მე ვნახულობთ რომ აღარ არის ის ვიდეო ანუ. მიგოს 29 რო აგდებს ჰერმეს 450. ეგ ვიდეო დევს. არ არის წაშლილი. YouTube-ზე დევს მიგოს 29 ჩამოაგდო სითფური რაკეტით R-73 ესრულა თუ არ ვსწრები ქვემოდან ესრულა ჰერმეს 450 ჩამოაგდო. მაგის გარდა კიდე ჩამოვარდა რამდენიმე ჰერმეს 450, ერთი ჩამოაგდეს ოსააკაემით, რადიომართვადი რაკეტით. ერთი ჩამოაგდეს როგორც საფხაზები იძახდნენ თვითონ S-60 ტიპის საზეიმტო ქვემეხით 57 მმ-იანით და კიდე ერთი ჩამოაგდეს რაღაცა საჰაერო-თავდაცვის სისტემით. იძახდნენ რომ ბუკი იყო რა. და მე მაქედან ვინც რეალურად არის ეგ სისტემები როგორ მუშაობს და როგორ ხდება რაკეტის გამოძიება, წამოვიდა ისო, აი ისრაელს გადაუცია რაღაცა კოდები, მართვის კოდები, რის გამოც თურმე ჩამოუგდიათ ეს ჩვენი თვითმფრინავები, ეს ჩვენი ჰერმეს 450-ები. არა და არაფერ კავშირში მაგის მართვის კოდები თვითმფრინავის საფრენი აპარატის ჩამოგდებასთან არ არის. კავშირში შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ეკნებოდათ იმათ გარკვეული ტიპის სადგურებს აი მართვის კოდი რო დაუძახო ცოტა სხვა რაღაცა არის, მაგრამ შესაბამისი ალგორითმი და მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც შეიძლება აი ამ ჰერმესის მართვის სისტემაზე დაждე data link-ზე და გადაიყვანო მართვაზე და დასვა შენთან ან ზღვაში ჩააგდო რა მიმართვა რომ იცეს ზღვაში. როდესაც შენ რაკეტით აგდებ ან საზეიმტო ჭურვით აგდებ, მით უმეტეს არაფერ კავშირში მაგის მართვის სისტემასთან არ ხარ რა. ცოტა სხვანაირად მუშაობს ეგ და ზოგადად ბევრი ეგეთი ჭორი სამხედრო თემებზე იქიდან მოდის ხოლმე რომ ვერ ერკვევიან მაგ თემაში, ვინც იცის არც იმათ არ ეკითხებიან არ უსმენენ. ან იმათ ნათქვამი არ აინტერესებთ, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი თავად ჩამოექცევა და ან სხვა მიზანია რა, მოკლედ ინტრიგა როგორც არის რა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი თქვენი ყველა კითხვა ამოუწურეთ და იმედი არაფერი არ გამოვჩენ, იმიტომ ძალიან ბევრი სხვა ტიპის კომენტარებიც იყო. მადლობა რომ ამდენი ხანი გიყურეთ, მადლობა გიგას რომ ორი ეპიზოდი ჩვენთან ერთად იყო. ეხლა ცოტა ხანი დავასვენებთ. დრონების ამბავი უბრალოდ რომ მაინც ესე პასუხი წავიკითხეთ, გავიარეთ ეს. მაგას ეხლა შეჯამებაში ვეთქვი. ხალბოდეს. ეხლა რამდენიმე ეპიზოდი დავასვენოთ გიგას და მე რაღაც პროდუქტ დავუბრუნდებით და ეს თემები რაც ვერ გავშალეთ ამ ეპიზოდში მე. ცოტა რთული არის ისე ყველაფერს რომ უნდა მივედმოვედოთ, აი ყველაფერს რო ეხება, ყველანაირი ტიპის ჯარებს, ყველანაირი ტიპის ტექნიკას და მე რო კონცენტრირდეთ. ერთ კონკრეტულ სახეობაზე თუ იქნება აი მარტო ტანკებზე თუ იქნება მთელი გადაცემა ბევრად მეტის ლაპარაკი იქნება შესაძლებელი. აქვე ბოლოსკენ ჩვენმა ერთ-ერთმა მაყურებელმა მცირე ასე ვთქვათ დიალოგის შემდეგ კომენტარებში გადაწყვიტა და ესე შევთანხმდით რომ გამომიგზავნდა მეილზე უფრო ვრცელ მის ნამუშევარს, სამივე გავიცანით და მე შევაჯამებ ასე ვთქვათ მოკლედ საინტერესო ანალიტიკური აზროვნების ადამიანის დაწერილი ნამუშევარია, თუმცა ეხლა არსებულ რეალობას ბატონების მოსაზრებით და მეც ვთქვი ვერ მოხდება ასე ჯარების მართვა, ვერ მოხდება ცოტა უფრო იდეალისტური ფანტასტიკური სფეროა, ვიდრე რეალისტური, რომელ გარემოშიც ჩვენ ცხოვრობთ, ხო? ამოვარდნილია, აი მარტივად რომ ვთქვათ, ამოვარდნილია იმ მიდგომებიდან და სტანდარტებიდან, რომელიც დღესდღეობით არსებობს და რომელიც ათეული წლების განმავლობაში, თუ არა ასეული წლების განმავლობაში ბოლო 2 საუკუნეს სისხლით არის დაწერილი და გატესტილი, რომ ეს სისტემა მუშაობს. ძალიან კარგია, მშვენიერია, კარგ ფილმსაც გადაიღებდი, უბრალოდ ესეთი წარმოდგენა დამჭირდა, თითქოს მხოლოდ ეგ იქნებოდა ჩვენი თავდაცვის საშუალება მთელ საქართველოში და სხვა ჯარები უნდა გადავწიოთ გვერდზე, რაზეც ახლა ვისაუბრეთ და დრონები ვაფრინავთ. ანუ თუ აქ შესაძლებელია, ვინც დაინტერესდება ამ კონკრეტული თემით, შეგიძლიათ კომენტარებში თქვენი მეილები მომწეროთ და მე ჩვენს მომხმარებელს დავუკავშირებ მეილის საშუალებით და მისი სრული შემთხვევაში ეს გაგიზერებ თავიანთ ნაშრომს. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ ამდენი ხანი გიყურეთ, დღევანდელი ეპიზოდი ყველაზე გრძელი გამოგვივიდა, რაც აქამდე ყოფილა, თუმცა თქვენს კითხვებზე ვსვამეთ პასუხებს. მადლობა რომ ამდენი ხანი ჩვენთან ხართ და თუ არხი არ გაგვჭირდა გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქ შეგახსენებთ რომ დონაციის შესახებ ანგარიშის ნომერი აღწერაშია და გიგას YouTube არხის ლინკიც ჩვენს აღწერაშია, ვისაც კონკრეტულად გაინტერესებთ ტექნიკურ მახასიათებლებზე, სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის, იქ გაიცნობთ. ძალიან საინტერესოა. ნახვამდის მომავალ ორ შაბათამდე. მომავალ ორ შაბათამდე.